ალბათ გახსნის ახლა გახსნას ეძახით ალბათ რომ არ ჩამდი და ახლა გამოჩნდები. მადლობა რომ აკითხავთ ყველას უცხად 21 საათია ცოტა ხანი გავწევა შესავალს რომ ვინც აგვიანებს შემოგვიერთეს თქვენს არ მოიწყინოთ დღეს აგიხსნით რანაირი საუბარი გველის და რა დანიშნულება აქვს ამ საუბარს რა. მისმენთ მოდი გულახდილად ვისაუბროთ ხო? ყველაფერს რაღაცნაირად თავისი მხარეები აქვს რა. განსაკუთრებით იმ ფაქტს აქვს მხარე რომ შენ რომ აქ ხარ ახლა უკვე რა და ამ საუბარს ესწრები. და მადლობა რომ აქ ხარ. ესე იგი არის რაღაც მიზეზი, რომელმა მიზეზმაც აქ შემოგიყვანა რა. ხო და მე გთხოვთ ახლა კომენტარში, მე მინდა რომ ინტერაქტიული ვიყოთ რა. დღის ბოლომდე ვინც დღის ბოლომდე რა ამ საუბრის ბოლომდე ვინც დარჩებით 1-45 წუთის განმავლობაში მოგიყვებით რაღაცას, რომელიც თქვენთვის იქნება სასარგებლო, მაგრამ ვინც ესე იგი ბოლომდე იქნებით და სურვილი გექნებათ, ტექნიკურად ისიც შესაძლებელია ლაივში შემოხვიდეთ და პირადად გაგესაუბრებით ერთ 3-4 ადამიანს, 3-4 ადამიანის მაგალითზე, მათი кейსების მაგალითზე, მე აგიხსნით ეს ყველაფერი როგორ მუშაობს რა, ის რაზედაც პირველი 45 წუთი ვილაპარაკებ რა. მაგრამ კარგი იქნება თუ მთელი ეს პროცესი ინტერაქტიული იქნება, ეხლა მე ყველა კომენტარს ვერ წავიკითხავ ხოლმე რა და სხვა თემებზეც ნუ ისაუბრებთ, გთხოვთ რომ იქ უბრალოდ საუბარს ნუ გამართავთ, იმიტომ რომ ხელს შემიშლის კითხვაში რა, მაგრამ თუ არ დაგეზარებათ ხოლმე და მე რო კითხვას დავსვავ, რომ აი მაგალითად ეხლა კითხვას დავსვავ, რა მიზეზით ხართ აქ? მე შემიძლია ვივარაუდო რომ ზოგი ადამიანი შეიძლება იყოს იმიტომ რომ თვითონ აწუხებს რაღაც სიმპტომები, რომელსაც შეიძლება ექიმებმა, შეიძლება მეგობარმა, შეიძლება ყურის მოკვრით, ან შეიძლება დანამდვილებით იცის რომ ქვია ნევროზი ან შფოთვითი აშლილობა რა. აქ პატარა განსხვავება მოგიყვებით მაგაზეც, მაგრამ იცის რომ არსებობს ესეთი რაღაცა და ამან მოიყვანა, ან შეიძლება თვითონ არ ჭირს ახლობელს ჭირს. ან შეიძლება თვითონ არც იცის ჭირს თუ არ ჭირს, მაგრამ ფაქტია რომ სულ გაღიზიანებულია რაღაც უსიამოვნო ძნობს, მოკლედ უნდა რომ გაერკვეს რა. ხო და რატომ ხარ აქ? ან თუ არ დაგეზარება კომენტარში დაწერე, მეც მეცოდინება. ანუ აი მაგალითად ამბობს რომ პანიკური შეტევები მაქვს და შფოთვაო და ამის გამო ვარ რომ აკვიატებული ფიქრები და შფოთვები მაქვს და ამბობს და ესე თუ გამიზიარებთ ხოლმე მე მეხმარება რა. რაღაცნაირად თქვენთან ერთად ყოფნის შეგრძნებას მაძლევს, ეგ სულ გაღიზიანებული ვარ, საშინელი გულის რევა მაქვს, შიშები და შფოთვები. ეს ყველაფერი სიმპტომებია, რომელზედაც თქვენ ლაპარაკობთ რა. წარმოგიდგენთ. აი უკვე თვითონ ფაქტს რო შევხედოთ, სხვადასხვანაირი რაღაც გამოვლინებებია, რაც მოდის იწერება თქვენს გადაავლეთ ყურადღება და რა გამოდის, ესენი არის გამოვლინებები, ანუ სიმპტომებია იმ რაღაცის, რამაც აქ მოგიყვანათ რა. და არა აქვს მნიშვნელობა ეს სიმპტომები რამდენად მაღალი ან დაბალი გაქვს რა. რამდენად ინტენსიური ან არა გაქვს ინტენსიური, რამდენად დიდი ხანია ან არა გაქვს დიდი ხანია. სწორ ადგილას ხარ თუ გინდა ამაში რომ გამოერკვე რა ხდება რა. ანუ სწორ ადგილას გულისხმობ ეს ვებინარი და შემდეგი 45 წუთი იქნება შენთვის სასარგებლო. თუ გინდა რომ ამაში გამოერკვე რა. ასე იგი მე ესე ვთქვათ, უნდა ვისაც აქ ყოფნა გინდა და გიღირთ, ესე რაღაცნაირად ნაბიჯ მიყვარს საუბარი და ვიცი ბოლოში სად მივდივარ და რაღაც მინდა რომ თქვენს გამომყვეთ ამ ჟელობაში. გამომყვეთ არა როგორც პასიური მსმენელები, არამედ როგორც აქტიური ადამიანები, რომელსაც შინაგანად ყველაფერზე დაკვირვება და აღმოჩენა შეუძლია რა. იმიტომ თუ ასე იზავთ, მაშინ სასარგებლო იქნება. ახლა ნახეთ, წინასწარ გეტყვით რა მიზანი მაქვს, ხვდებით? აი ამას აგიხსნით რა. წინასწარ აგიხსნით რა მიზანი მაქვს. როცა ამ მიზანს აგიხსნით, ზოგიერთ თქვენგან შეიძლება რატო ვაკეთებ შესავალში თავიდან იმის ახსნას, რომ აი ვისთვის არის ხო ეს დღევანდელი საუბარი, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს შეგრძნებები აქვს, ან ახლობელს, ან ვისაც უნდა გამოერკვეს, ხო? იმიტომ გეუბნებით ამაზე, რომ თუ ასეთი ადამიანი არ ახარ, რამე ან სხვა შემთხვევით მოხდის სიტყვაზე ამ ვებინარზე, მაშინ რა ნუ დახარჯავ საათნახევარი 2 საათი ვისაუბრებ, ბოლომდე ვისაც ამოწურვა ენდომება რა. ნუ რამდენიც იქნება მოკლედ. თუ ამიტომ თავიდანვე იცი რომ შეიძლება ფილმი გეყურებინა, ტელევიზორში ჩავჯდარიყავი, რაღაც სხვა გექნა. ამიტომ მინდა რომ გაგიფრთხილდე და გითხრა რომ აი რა ეს ყველაფერი სიმპტომები შენ თუ გეხება, მაშინ სწორ ადგილას ხარ და
თითქმის მინდა გითხრა, რომ არც ერთ ვარიანტში ეს შესაძლებლობა რასაც ეხლა ისმენ, არ გამოტო, არ გამორთო ეს ვებინარი, არ წახვიდე, მე უყურებ, ჩანაწერი არ იქნება. ან მოკლედ, ეხლა გაქვს შესაძლებლობა, რომ კარგად გახდე რა, უბრალოდ მომისმინე ბოლომდე. ანუ ბოლომდე რა და მომისმინე როგორ იცი, რომ ყურადღებით, ანუ არ ეს პარალელურად თან რაღაცას ვაკეთებ, არა, რაც შეიძლება მეტად განმარტოვდი და ჩემთან ერთად ვიყავი ამ პროცესის განმავლობაში. თუ გინდა რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, ეს მაქსიმალური სარგებელი უბრალო არ არის რა. ანუ ისეთი კი არ არის რომ მოისმენე ხა და აი უბრალოდ რაც ლექცია მოისმენე. ან ამ ლექციის დანიშნულება ისეთია რომ შენ ამ საუბარმა კარგად გაგხადოს, ხდები? ანუ აი ეს არ მინდა რომ მოლოდინით იყო, უბრალოდ მოისმინე, დანიშნულება აქვს ეს. და უნდა გამოგვივიდეს ორივეს ერთად, მარტო მე არ გამომივა, ანუ მეც და შენც. ანუ შენ ამ შემთხვევაში ბევრი ხარ და მადლობა რა 124 ადამიანი ხარ აქ ხართ. ხო, მაგრამ ეს ორმხრივი პროცესი არის რა. ანუ ძალიან ინტერაქტიულად შევეცდები რომ წავიდეთ წინ. ისე რომ შენთვის გასაგები იყოს. მოკლედ, ერთი ამ შემთხვევაში არა, მეორეც ისევ რომ დრო დაგიზოგო რა. აგიხსნი რა მიზანი მაქვს რა, თავშივე აქვს მიზანი რომ რაღაც დაგიმტკიცო. ანუ არგუმენტი მოგიყვანო, ხო? სამხილები მოგცე. დაგანახო რაღაც ფაქტი. რომელ ფაქტსაც ამ წამს შენ უარყოფ. უпростоრად უარყოფ, ჯიბზე კი არ უარყოფ. უბრალოდ ესე არ გასწავლეს, ესე არ იცის შენ მაგონება და ეს გზა უცხოა. ამიტომ მიწევს რომ დავამტკიცო, ანუ ხო, როგორც აი მეცნიერი შეიძლება გამოვიდეს და თეორემა წარადგინოს და მე თქვას რომ მე უნდა დავამტკიცო ახლა ამ ადამიანებს ვინც მე მისმენენ, უბრალოდ თუ ვეტყვი რომ ეს ესეა, აზრი არ აქვს, მტკიცებულება უნდა მოვიტანო რა. რაღაცა აზრის, გეტყვით ახლა ცოტა ხანში გეტყვით რა აზრის, მაგრამ ანუ მიზანი მაქვს რომ ეს აზრი დაგიმტკიცოთ თქვენ რომ სიმართლეა. ეხლა რატო უნდა დაგიმტკიცოთ რომ სიმართლეა? ორი მიზეზი აქვს. თან ჯერ არ მithქვამს რა აზრი, მაგრამ ორი მიზეზი აქვს. თუ მოახერხე და ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს აზრი მართლაც დაინახა რომ სიმართლეა, მაშინ ის ყველა ვინც ამას დაინახავს რომ სიმართლეა კარგად გახდება მალე. ძალიან სწრაფად და ადვილად, ხდები? ყოველგვარი წამლების, გრძელი თერაპიების და ასე შემდეგ რაღაცების გარეშე, რომელიც გონია რომ საუკეთესო გზები არის იმ მდგომარეობისთვის, რომელშიც შენ ვყოფილი. ანუ ესე იგი ერთი მიზეზი ის არის რომ თუ დაგიმტკიცე, ანუ შენ თუ გაიგე, ანუ იმიტომ რომ ეცე არის ერთი არის რომ გაიგე ინტელექტუალურად რა, უბრალოდ ხო მომისმინე და გაიგე და მეორე არის რომ მიხვდი რომ მართლა ესეა რა. ყველა ვერ მიხვდება, იმიტომ კი არა ვაკნინებ ვინმეს. არა, ყველა შეუძლია ამ აზრის მიხვედრა, უბრალოდ რავი, ზოგი ყურადღებით არის მენს. ზოგისთვის ისეთი აქტუალური არ არის ეხლა და არ არის ეგეთი მნიშვნელოვანი რომ გაიგოს. და მე შეიძლება ეხლა უბრალოდ დამახსოვრდეს და რაღაც პერიოდის მერე გაიგოს. მაგრამ ის ვინც გაიგა, ზოგი კიდე როგორ არის, თან სხვადასხვა ადამიანები ვართ, ხო, სხვადასხვანაირები ვართ ადამიანები ინტელექტუალურად. ანუ ზოგისთვის აი ესეთი საუბარი, როგორც მე ვყვები ეხლა, როგორც საუბრობ, არის ძალიან დამღლელი რა, აუ ლევან მარტივად თქვი რა, იძახის ვიღაც რა. ესე იმისთვის არ არის, იმიტომ რომ მე ეგრე შემიძლია საუბარი რა. ანუ მოკლედ ზოგისთვის მოდი ვიმედოვნოთ რომ 30%-ისთვის მაინც ვინც დღეს ისმენს, ეს აღმოჩნდება ზუსტად ის, რაც რისი მოსმენაც მას სჭირდებოდა რა. ხო, თუ გამომივიდა რომ დავუმტკიცე მას, მაშინ გამოიყენებს და იზავს. და მიზანი იმიტომ აქვს რომ დავუმტკიცო რომ უბრალოდ ინტელექტუალურად კი არ დატოვოს. არამედ რომ ქნას ის, რასაც ვეთქვი. მეორე მიზანი მაქვს თავისთავად რომ ესე იგი წარმოგიდგენთ აი ტექნიკურად გავფიქროთ ხო მე ამას ვაკეთებ და ბოლოს თუ დაგიმტკიცე რომ რასაც მე ვამბობ სიმართლეა და ხე გეტყვი რაც არის მაშინ გამოვა ისე რომ შენ ჩემი პროდუქტი გჭირდება. ანუ მე მაქვს რაღაც კურსი სადაც აი როგორც ეხლა გიხსნი რაღაცას იქ 50 ვიდეოა და დალაგებულად გიხსნი ბევრ რამეს. ხო და ეხლა შენთვის ის ვიდეო კურსი უბრალოდ ჟღერს.
მაგრამ მე თუ შემდეგი 45 წუთის განმავლობაში, 1 საათის განმავლობაში შევძელი და დაგიმტკიცე ის იდეა, რომელიც ჯერ არ მithქვამს, ამდენი ხანი რომ ვაანონს. მე თუ შევძელი და აგიხსენი ეს და შენ მიხვდი ამ იდეას. მაშინ შენ მერე ჩემი პროდუქტი მოგინდება. ანუ ჩემი კურსი მოგინდება. აი, დაახლოებით როგორ რაღაცას შევადარო, იცი, მე რომ მქონდეს რაღაც დიეტა რომ მქონდეს რა, განსაკუთრებული დიეტა რომ მქონდეს, რომელიც გახტუნებს რა. და ვებინარზე რომ მოხვიდე და ეხლა რაც მე დიეტა მაქვს რა, მაგრამ დიეტა ხო რაღაც პრინციპს ეფუძნება. ხო და მე ვებინარის განმავლობაში რა მთელ მე ხო დიეტას ვერ გაგაკეთებინებ საათნახევარში, ვერ გაგაკეთებინებ. მაგრამ საათნახევარში რომ აგიხსნა, რატომ იმუშავებს ეს დიეტა 100%-ით. და მე მოგინდება უკვე დიეტა. და ის დიეტა კიდე ჩემი პროდუქტია. მე მაქვს დიეტა როგორც პროდუქტი, აპლიკაცია და ასე მოკლედ რაღაცა პრინციპით არის დიეტა. შენ ამაში ფულს იხდი. მაგრამ მე თუ არ აგიხსენი რომ მე თუ შენ არ აგიხსენი რომ ჩემი დიეტა იმუშავებს, მაშინ შენ არ მოგინდება ჩემი პროდუქტი. შენ იტყვირო, ლევონ, შენი ერთადერთი მიზანი ის არის რომ ჩემი პროდუქტი შენ მომანდომო შენი პროდუქტი? არა. თავისთავად ყველაფერს მორალისა და ყველაფრის ზღვარი აქვს. მე ისეთი საქმით ვარ დაკავებული, სადაც ძალიან ფაქიზია ეს დინამიკა ფინანსურისა და იმ სარგებლის მოტანისა, რომელიც შენთვის არის, მაგრამ დაკვირდი, მოდი დაუშვათ, მე ბოლომდე მჯერა, რომ ის გზა, რომელსაც მე გთავაზობ, შენთვის სასარგებლოა. ასე რომ თუ მე გამომივიდა, რომ შენ დაგიმტკიცე, რომ ჩემი დიეტა მუშაობს, სარგებელს მიიღებ პირველ რიგში შენ. იმიტომ მიიღებ, რომ გახტები. მიხდი? ესე იგი გამოდის, რომ განამარტო იმაზე ვზრუნავ, რომ ჩემი პროდუქტით დაგაინტერესო. და ეს. არამედ რეალურად სარგებელი იმაშია, რომ თუ შენ ჩემი პროდუქტით არ დაინტერესდი, ვერ გახტები. აი, მაგალითად ახლა სანამ იმას ვიტყვი, რაზედაც არის საუბარი რა. მაგალითად გადავხედავ კომენტარებს და დავინახავ, რომ ნონა სიტყვაზე ან ვინმე ამბობს, რომ ან არ ვიცი ვერ შევარჩი, რომ ვიღაც ამბობს, რომ პირდაპირ თემაზე გადადი რა. ან წერს, რომ უშუალოდ საკითხს როდის შეეხები. ხო და აი ეგრე მარიკაც ჩხუბაძეს ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ პირდაპირ რო უსაუბროთ საკითხზე, ვეჭო ბოლომდე ვერ მეგესმენდა ნებისყოფა არ მეყოფა, ხო? ხო და საქმე რაში არის, იცი? ჩემთვის არაუშავს. მირჩევნია რომ გახვიდე რა. ანუ პირადად ცუდად რომ მიიღებ ამას და აგიხსნი რატო ჯერ თუ გინდა მოისმინე ეს ნაწილი სანამ გახვალ. წარმოიდგინე ის პროდუქტი, რომელიც მე მგონია, რომ შენ გამოგადგება რა, აი დავუშვათ ისევ დიეტის მაგალითზე რეკოს, დიეტა ითხოვს, რომ არ ჭამო კრუასანი რა და შენ თუ ოთახში შემოხვედი და მეუბნები, რომ სასწრაფოდ კრუასანი მაჭამე თუ არა და გავალ ოთახიდან, მაგალითად, ხო? მაშინ აზრი არ აქვს, ჩემი დიეტა შენ არ გამოგადგება. ან დავუშვათ მარიკა როდესაც ამბობს, რომ აღარ შემიძლია ბოლომდე ვერ მოგისმენ თუ ასე გააგზელებს საუბარს, ხო? არაუშავს. იმიტომ რომ თუ ეხლა ბოლომდე ვერ მომისმენ, აბა მაშინ ის გზა, რომელსაც მე შენ გთავაზობ, საშენო არ არის. მე ხო არ ვიძახი, რომ მე კი ვიძახი, რომ ეს ერთადერთი გზაა, მაგრამ მე ხო ვერ დავაწელებ ყველას, რომ ეს გზა აირჩიოს. მან მიხვდი? ხო და აი ეს დეტალი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურად მირჩევნია გავწელო კიდევაც რა. მირჩევნია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ვერ მიიღებენ ამას ამ ეტაპზე, არა უშავს ჩემთვის რა. ანუ იმათ მირჩევნია არც შეიძინონ ის პროდუქტი. ეხლა რა არის იდეა? რა არის იდეა, რომელიც თუ დაგიმტკიცე, მერე შენი ცხოვრება მთლიანად შეიცვლება და კარგად გახდები.
აი მაგალითად ია ამბობს, სანამ გავაგზავნებ ვიღაცას დრო არ აქვს, ამდენი შვილები ყავს, ამდენი ვადებული ყავს ვიღაცა სამსახურშია, ხო და ანუ თქვენ უნდა გაიაზროთ რა, რომ ეს არ არის ჩემი პრობლემა. ანუ არანაირად არ არის ჩემი პრობლემა, შენ თუ დრო არ გაქვს, შენ თუ არ შეგიძლია ახლა მოსმენა, მირჩევდნენ ნელ-ნელა ის, ვინცაც არ შეუძლია გავიდეს. ანუ რომ დაფიქრდი, ამას შეგნებულად ვაკეთებ. იმიტომ რომ მირჩევნია, რომ ის ადამიანები დარჩნენ, ვინც გაიგებენ ახლა შემდეგ ასწრს. არც წამლები, არც ექიმები, არც თერაპევტები, არაფერი ისე ეფექტური არ არის, არა მარტო შფოთვითი აშლილობის მოსაგვარებლად, როგორც აშლილობის მოსაგვარებლად, არა მარტო აგერ ობსესიური კომპულსიური თუ სოციალური შფოთვითი აშლილობის თუ ფობიების თუ თვითმფრინავის შიშიც რომ იყოს რა. ან არაფერი იმაზე ეფექტური ამ საკითხის კურნალობაში თუ მოშუშებაში არ არის, როგორც ცოდნა. ახლა ვისაც უნდა გავიდეს, ვინც ეს ვერ გაიგო. ვინც გაიგო, კარგად მომისმინეთ. ცოდნა არის ის, რასაც შეუძლია დაგეხმაროს. ესე იგი, როგორ ლევან, ცოდნა უფრო მეტია ვიდრე წამალი? ან როგორ ლევან ამთხელა სამედიცინო ინდუსტრია არსებობს ამის გარშემო? მე ხო არ ვიცი ის ცუდია. მაგალითად, შენ თუ გაქვს შესაძლებლობა, რომ კვირაში ერთხელ მთელი ცხოვრება შეგიძლია ფსიქოლოგს ელაპარაკებოდე და რაღაცით იცლებოდე და ის რჩევას გაძლევდეს. ფანტასტიკური არის. მაგრამ ფსიქოლოგს კვირაში ერთხელაც რომ ელაპარაკებოდე, 1 საათი ელაპარაკები რა და დანარჩენი 167 საათი შენ ხარ შენ ფსიქოლოგის გარეშე. რა ხდება დანარჩენი 167 საათი? მაგალითად ავიღოთ წამალი. კარგი ბატონო, მე წამალი დავლიემ, გამიყუჩა მდგომარეობა. აი დავუშვათ, სულ მიყვარს ეს ხელი, მაგალითად, ხელი თუ მაქვს მე მოტეხილი რა. ხო და ოღონდ არ ვიცი, ესე ვიქნე ვიკეთებ გამწარებული, ვაიმე ხელი მაქვს ექიმო მოტეხილი, ხელი მაქვს ექიმო მოტეხილი და ვიქნევ რა და ის მეუნევა რომ გაჩერდი, ნუ იქნევ, კვირაში ერთხელ მეუნევა 1 საათი, გაჩერდი, ნუ იქნევ და დანარჩენი 167 საათი ვიქნევ. იმიტომ რომ არ ვიცი რომ არ უნდა ვიქნიო, თუ ხელი მაქვს მოტეხილი, სიმძიმე არ უნდა ავწიო, რომ არ ვიცოდე. და ვიქნევ და ვიღაცა მეუნევა, აჰა, წამალი დალიე და ეს წამალი ტრანკვილიზატორია მთიშავს. და რომ გავითიშები, ხელს აღარ ვიქნევ, იმიტომ რომ ესე ვარ რა. და შესაბამისად რო აღარ ვიქნევ, მიხორცდება, უკეთ ხდები რა. ანუ მაგრამ რომ შემიხორცდა, მე ხო მაინც არ ვიცი წესი რომ არ უნდა ვიქნიო. და რანაირად მოული მე ჩემ თავს, მე ჩემს კბილებს როგორ მოული თუ კი არ ვიცი რომ უნდა გამოვიხეხო. ზუსტად იგივეზე მიდის საუბარი. თუ ესე იგი, ეხლა დავიწყებ დამტკიცებას, კიდევ ერთხელ გეუბნებით. ცოდნა იმის თაობაზე, როგორ უნდა მოუარო შენს თავს, შენს ფსიქიკას. იგივე ცოდნა, რომლითაც ფსიქოლოგი გელაპარაკება. ხელმისაწვდომია, ადვილი გასაგებია, ეხლა აგიხსნით ძირითად პრინციპებს. მაგრამ ვიძახი რომ ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თაბაშირი. მაგალითად, ექიმთან თუ მივედი და იმან თაბაშირში ჩამისვა ხელი, მაგრამ მე არ ვიცი რომ სიმძიმე არ უნდა ავწიო, ჩემი თაბაშირი ჩემი ხელი არ შეხორცდება. ან თუ მე წამალი ტრანკვილიზატორი დავლიე, მაგრამ ხელს ურტყავ ყოველ დღე და არ ვიშუშებ, მაშინ მე თუ ჩემი თავის მოვლა არ ვიცი. რატო არის ეს ესე განსაკუთრებით შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში? იმიტომ არის ესე, რომ შფოთვითი აშლილობა არ არის დაავადება. ეს არ არის დაავადება. უყურე, ისევ ხელის მოტეხილობაზე რო ვთქვათ, ხელის მოტეხილობა ავადმყოფობა ხო არ არის სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს მოშუშებას.
ძალიან განსხვავდება ავადმყოფობა არის ისეთი რამე, რომელიც საჭიროებს განკურნებას. ანუ რაღაცა ძირეული არის გაფუჭებული და უნდა განვკურნოთ. შესაბამისად, გვჭირდება რაღაცა ჩარევა, შეიძლება 1000-ნაირი ჩარევა. მაგრამ ხელისმოტეხილობა არ არის დაავადება. იქ ვიცით რომ რაღაც უნდა მოშუშტეს. ისევე როგორც ხელი რო გამეჭრება, მე არ ვიცახი რომ ავად ვარ. მე ვიცახი ხელი მაქვს გაჭრილი. ხელი რომ გაჭრილი ვიცი რომ მოშუშტება. თუ კი არ ჩიჩქნი უარესად და არ ჭრილობაში არ ჩავყრი ჭუჭხს და არ დავიჭირქებ. მაგრამ თუ არ ვიცი რომ არ უნდა დავიჭირკო, შეიძლება დავიჭირკო და გავირთულო. მაგრამ ავადმყოფობა მაინც არ არის, ეს არის ისეთი რამე, რაც მოვლას საჭიროებს. მოვლა კი საჭიროებს ცოდნას, როგორ მოვუარო. და თუ არ ვიცი, როგორ მოვუარო და წარმოიდგინე მარტო ის ვიცი, რომ ექიმთან მივიდე და უთხრა ექიმო 1 საათი კვირაში მომიარე და დანარჩენი 167 საათი არ ვიცი, დავდივარ გიჟივით. გული მაქვს აჩქარებული, ისე ვარ და არ ვიცი რა ვქნა. და ან წამალით კი გამაყუჩე მე შენ, მაგრამ მე არ ვიცი რა ვქნა, არ ვიცი როგორ მოვუარო იმას, რაც არ არის ავადმყოფობა. იმიტომ რომ ავადმყოფობა რო ყოფილიყო, მე გარდა იმისა, რომ მე კი ვიცი როგორ მოვუარო, მაგრამ ეხლა წამლები ან მიშველის, ან არ მიშველის. მაგრამ როდესაც ისეთ რამეზეა საუბარი, რომელიც უნდა შეხორცდეს, ასეთი რამე ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ მოვლას. მოვლა თუ განკურნება, ხტები, მოვლა და ნევროზი და შოთვითი აშლილობა არ არის დაავადება, არამედ საჭიროებს მოვლას და განკურნებას. მაგრამ მოვლა და განკურნება საჭიროებს ცოდნას იმის თაობაზე, როგორ მოუარო ჭრილობას. ანუ იოდი წავისვა თუ რა ვქნა, თუ არ ვიცი, ყოველთვის მჭირდება გარედან დამხმარე კვირაში ერთხელ 1 საათი. ისიც არ მყავს. ასევე მინდა ავხსნა, რომ აი როდესაც ადამიანები კითხულობენ ხოლმე, აი რაღაც ამადამ წამალს სვა. რამდენად ეფექტურია ფორუმებზე კი არის ჯგუფებში ხდება ხოლმე ხშირად. აი მე ამასო ეს ჯობია თუ ის ჯობია, ეს წამალი ჯობია თუ ის წამალი ჯობია და იქ არის ხოლმე ლაპარაკი, რომ აი ამ წამალს ამდენ პროცენტიანი რაღაცა ეფექტი აქვს, ამდენ ხალხზე ეფექტია და ამ ხალხზე უკუჩვენება აქვს, ამდენ ხალხზე ისა აქვს. ცოდნა 100%-ით ეფექტური არის. ესე იგი, ნახე როგორ რაღაცას ავხსნით, ცოდნა 100%-ით ეფექტურია, როდესაც გეუბნები. მაგალითად, თუ წარმოვიდგენთ ინჟინერს, რა, ანუ სტუდენტი, რომელმაც დაამთავრა ინჟინერიის ფაკულტეტი. მან მიიღო ცოდნა. მაგრამ ორნი იყვნენ, ჯგუფელები, ერთნაირად სწავლობდნენ, ერთნაირად ნიჭიერებდნენ, მაგრამ ერთი წავიდა და ბიზნესი დაიწყო და მეორე მშენებლობაში დაკავდა. 10 წლის მერე ერთს აშენებული აქვს 10 შენობა. და მეორე შენობები საერთოდ არ აქვს აშენებული, ბიზნესით არის დაკავებული. ანუ ორივე მიიღო ცოდნა. მაგრამ ერთმა ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენა, გამოცადა და გამოცდილება აქვს ეხლა და უფრო კარგი ინჟინერია. ანუ რისი თქმა მინდა, იცით? წამალი რომ დავლიე მე, წამალზეა დამოკიდებული და ჩემს ორგანიზმზე როგორ მიიღებს. მაგრამ ცოდნა, რომელიც მე მივიღე, ჩემზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებ. ამიტომ ცოდნა საწყისავე ეტაპზე 100%-ით ეფექტური არის რა. ერთადერთი 100%-ით ეფექტური იმ გაგებით არ არის, რომ მე არ დავაპრაქტიკო ცოდნას აზრი არ აქვს. ცოდნას პლუს მისი დაპრაქტიკება არის 100%-იანი შედეგი. როგორც დაუშვათ, მე შეიძლება ვიღაცამ მასწავლა როგორ ვითავაშო ჩოგბურთი, მაგრამ თუ თამაშობ, მე კარგად გამოდის. დაუშვათ, ვიღაცამ მასწავლა როგორ მოუარო ჭრილობას და ხელი თუ მეჭრება, ხანდახან უბრალოდ წყალს გადავავლებ, ხანდახან ცოტა დიდი თუა პერეკის დავისხავ, ხანდახან თუ მეტი რამე საჭირო გადავიხვევ და ყოველთვის ექიმთან არ მივდივარ.
თუ მე ვიცი რომ თუ კბილების გამოხეხვა არის საჭირო რომ კარიესი არ დამემართოს, მაშინ მე ცოდნა 100%-ით მადგება. ისიც პლუს თუ ვიცი სად ვიყიდო კბილის პასტა. მაგრამ შენ ახლაც რა ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება ფიქრობს რომ მაინც ერთი წამით როგორ შეიძლება რომ მე ზოგი შეიძლება იყოს აქ როგორი ადამიანი იცი და თუ ესეთი ხარ დამიწერეთ აი მაინტერესებს რამდენი არის აქ ისეთი ადამიანი რომელიც წლებია თერაპიებით არის დაკავებული ზოგი წლებია წამლებს სვავს მაგრამ მაინც აი უძილობა და სტრესი და ნერვიულობა და შიში და ვერ მოაგვარა იქ ბავშვობის ტრავმები ამოქექა იქ რაღაცა ანუ ვინახართ ასეთი ანუ ხო ალბათ ცოტა არ იქნება ვინც ბევრი რამე ცადა ასევე იქნებით ეგეც დაწერეთ რომ არა ჩემთვის სულ ახალია აი 2 თვე არაც დამემართა არა აქვს შეშობა რამდენი ხანია ეს გჭირს ცოდნა დაგეხმარება ეხლავე და ეს ჩემს ისტორიას მოგიყვებით რა მე ვინ ვარ საერთოდ და რატო გელაპარაკებით ამაზე და იმისათვის რომ ცოდნა დაგიმტკიცოთ მე კიდევ უკვე თქვენთან საუბარში გავაგზავნე ცოტა ხანი გადავერთები ჩემს ისტორიას ჩემი ისტორია ასეთია რა მე არა ვარ ფსიქოლოგი ან უბრალოდ ეგ რას ნიშნავს ცალკე საკითხი არის უბრალოდ მე არა ვარ ადამიანი რომელმაც დაამთავრა რაღაც კოლეჯი ან ინსტიტუტი ფსიქოლოგიის კუთხით მაგრამ მე ვარ ადამიანი რომელსაც 10 წლის წინ დაემართა ის რის გამოც თქვენც ახლა აქ ხართ რასაც ფოთვითი აშლილობა ქვია მაგრამ სამაგიეროდ ვარ შემოქმედებითი ადამიანი სცენარისტი რაღაც ბიზნესი 1000 გამოცდილება მქონდა ცხოვრებაში როდესაც ეს დამემართა 10 წლის წინ და ნახეთ როგორ მოხდა ჩემს შემთხვევაში იყო ესეთი კონკრეტული მომენტი რომ მე ვიყავ დაახლოებით 35 წლის როდესაც ჩემს ცხოვრებაში არაფერი ფოთვითი აშლილობა კი არა ესეთი თემები საერთოდ არ მაწუხებდა ყველაფერი მაგრამ მიდიოდა ჩემს ცხოვრებაში შეიძლება ფუფუნება და ყველას ასე არ ქონია მაგრამ ნუ მოკლედ არაფერი ცუც არ მოსავებდა ფსიქოლოგია ისე მაინტერესებდა რა დონეზეც არის მარკეტინგის და ჩემ პროფესიის და კინოს სცენარისტობის და ასე შემდეგ მაგრამ ერთ დღეს უბრალოდ პანიკური შეტევა დამეწყო აი ასაი პანიკური შეტევა დამეწყო და ვერაფრით ვერ გავიგე რა ჭირდა ძალიან ცუდად ვიყავ და გამახსენდა ბოდიში ვიღაცამ დარეკადა გავთიშ და გამახსენდა რომ 1-2-3 თვის წინ ჩემი მეგობარი რომელიც არის უცხოელი და იყო საქართველოში იმ პერიოდში მას დაემართა ეს მეუბნებოდა რომ პანიკური შეტევა მაქვს და ნევროზი მაქვს და რაღაცებს მელაპარაკებოდა და კანადელი იყო და ეს 10 წლის წინ ხდება რა ხო და მე თქვი ეს კანადელი ტიპები რა დღეს მელაპარაკება ხო ვის არ გვინერვიულია და ვის არ რა ხდება ვაშე ეს ლაპარაკობს და დიდად ყურადღება არ მივაქცია მაგრამ ხომ მახსოვდა რა ჭირდა რა და 3 თვის მე დამემართა ისე საერთოდ ამის მაგვარი არაფერი არ უცებ და უბრალოდ ეს გამახსენდა რა ხო და სამოგზაუროდ ვიყავი ჩემს მეუღლესთან ერთად მაშინ ანუ კარგი დროს ვატარებდი რა უცხოეთში ვარ რა და უცებ დამემართა და ძალიან შემეშინდა ხო იცით როგორი მდგომარეობაც არის საერთოდ ვაფშე ვერ ხვდები რა ხდება რა თან ნელ-ნელა კი არ შევედი ამ მდგომარეობაში არამედ უცებ დამემართა აი მანამდე ყველაფერი ერთ დღეს ერთ წამში დამემართა რა და თან უცხოეთში ვარ ხვდები და ხოლმე შემეშინა ვაფშე მე ხარ გიждები რა ვაფშე ხარ გიждები რა მჭირს არ ხარ ყვდები რა არის ეს თუ გაუჩერებლად რაღაც ჭირს და თან არ მინდა ახლა ხვენია თუ არ მინდა რომ ჩემს მეუღლეს გაუტეხო თუ არ მინდა წასულებიოთ სამოგზაუროდ ეს რაც ახლა მე მჭირს საერთოდ არ მინდა იმან იცოდეს და ხო ეს ქუჩაში რო სერინო და შენ შიგნით ეს ხდება ცუდად ვარ და არ უნდა შევიმჩნიო და ხო იცი როგორ იყო ეს ღამე
ისე ვარ ძალიან ცნობის მოყარე და ყველაფერში და გავერკვე რა და აი ახლა თითქოს წელავ რა ბოლოს სათქმელამდე რომ ის ადამიანები ვინც ბოლომდე დარჩებთ ისინი გამიგებენ მარტო გულისხმობ რომ მე სპეციფიურად დეტალები მაინტერესებს და დეტალებში არის გამოსავალი მაგრამ ყველასთვის არა ზოგისთვის დეტალები დამღლელია ახლა ჩემს ისტორიას იმიტომ გიყვებით რიქერამ დეტალები ამოტივტივდება რა თქვენ ცნობთ ამ და მოკლედ აი ერთადერთი რა ქონდა იცი რომ იმ ჩემს კანადელ მეგობარს მივწერე რომ ბიჭო მე ხო არ ჭირს რაღაც ეგეთი მაქვს და მომცა ლინკი რაღაც ციგნზე კი არა საიტზე კანადურ საიტზე სადაც არიან ეს ესენი მithore მე ესენი დამეხმარლენო რა ხო და ეს ხდება იმავე ღამეს მე იმავე ღამეს მივწერე მეცინება ხოლმე სასაცილო იყო ჩემს მეუღლესთან ერთად ოთახში სასტუმროს ოთახში რო ვიყავით იმას რო ეძინა მე ჩუმად თან ხო იცი თუ რაღაცა ხო იცი გადავხურავდი ხოლმე ვითომ ვიღაცა მოგეთ ისეთ სიტუაციაში ვიყავ რომ არ მინდოდა თან მას გაეგო რომ რაღაც ჭირს და თან მინდოდა რომ გამოგო და მთელი რამე ვეძებდი ინფორმაციას და პირველივე ღამეს როგორც კი არცოდნიდან იმისა რამ ჭირს ოდნავ ცოდნისკენ წავედი რომ თურმე შოთითი აშლობა მჭირს 1 გრადუსით დაეცა ტემპერატურა ხო და 1-9 ვიყავით ცუდად და მას მერე ჩემი ცხოვრების არც ერთი დღე არ გასულა ისე რომ ამ თემაზე არ მემუშავა ანუ მე მაშინ ისე მომინდა რომ კარგად გამხდარიყავი ანუ მე ვთქვი ესე მე ვერ ვიცხოვრებ არ ვიცი ადამიანები ესე როგორ ეგუებიან ყოფნას მეც წავედი ექიმთან მეც წავედი ნევროპათოლოგთან მეც დამინიშნეს სწავლები მეც მომიწია ისეთი თერაპიები კოგნიტივები ყველაფერი რა მაგრამ რეალურად მივხვდი რომ სინამდვილეში არის ახლა არ უნდა გაგიკვირდეთ რა სინამდვილეში ნევროზი არის სასიხარულო ამბავი ხალხო შენ რომ გჭირს ეს არის სასიხარულო განა კარგია ანუ კარგი არის და განა კარგია შეგძნებით განა კარგია შენი სხეულისთვის განა კარგია შენი ცხოვრებისთვის მაგრამ კარგია იმიტომ რომ ეს არის ნიშანი იმისა რომ შეგიძლია უკეთ გახდე ოღონდ უკეთში რას გულისხმობ წარმოიდგინე როგორც იყავი მე ნევროზმა გააფუჭა ეს ყოფნა და რომ წარმოიდგინო იმიტომ მოხდა ეს რომ შენი ცხოვრების ხარისხი სინამდვილეში აქედან რომ გამოძრები ორჯერ უფრო კარგი იყოს იმიტომ რომ მანამდე სანამ ნევროზი და შფოთვითი აშლილობა დაგვირდით სიტყვას აშლილობა მანამდე სანამ დაგემართება აშლილობის ფორმით როცა უკვე ვეღარ უძლებ მანამდე შენ უძლებ და რომ უძლებ საშინელებას ანუ წარმოიდგინე რომ მიდიოდე მთელი ცხოვრება და დიდი ქვებიანი მეშოკი გეკიდოს და ესე მძიმე დადიოდე და არა უშავს ვუძლებო რა და არ დებდე ამას რა და უცებ ერთადერთი გზა რომ დადო არის რომ კიდევ დიდი წონა დაგეთოს და ვეღარ გაუძლო და წაგაქციოს რომ მე იქნებ ადგე და ამ ქვების გარეშე სუბუქად გააგრძელო ცხოვრება და მიხვდე რამდენად მძიმე რამით დადიოდი კიდევ ერთხელ გავმარტავ აქ არის აშლილობის წერტილი დავარქვათ რა ისედაც მაგალითად თუ შენ მიხვალ პროფესიონალური მეცნიერული სამედიცინო სტატუსით გეუნებით. ანუ არ არსებობს სისხლის ანალიზი, რომელიც დაადგენს, რომ ნევროზი გაქვს, ან რამე ბიოქიმიური, რამე არ არსებობს. არსებობს კითხვარები. ანუ კითხვარია, მე დაგისვა შენ შეკითხვებს. კითხვების სხვადასხვა კითხვარები არის რა.
და დავადგინოთ, უნდა დავადგინოთ ესე იგი ფსიქოლოგმა და ადამიანმა, რომელიც უჩივის რაღაცას, რომელსაც შეიძლება ნევროზი იყოს, რომ დავადგინოთ, არის თუ არა ნევროზი, ანუ შფოთვითი აშლილობაა თუ არა, უნდა დავადგინოთ მარტივი კოეფიციენტი. რამდენად დიდი ხანია, მაგალითად, თუ კი უკვე 3 თვეა, A, B, C, D, E, რაღაცა X სიმპტომი გაქვს მაღალი დონით, ამ შემთხვევაში ეძახიან შფოთვით აშლილობას, თორე ის სიმპტომი თუ გაქვს დაბალი დონით და არახანგრძლივი პერიოდებით, აშლილობა არ ქვია. ანუ გამოდის, რომ არსებობს შფოთვითი აშლილობა და არსებობს შფოთვითი ნორმილობა. მაგრამ შფოთვითი ესე იგი არსებობს წონა, რომელსაც ათრევ და ატანადია, მაგრამ აი იმაზე ზემოთ თუ არის ვეღარ იტან და შფოთვით აშლილობას ეძახიან და მერე ყველაფერი ირევა და მაგრამ რომც წარმოიდგინო, რომ აშლილობის ზღვარში არ ახარ გადასული, შენ სანამ აშლილობის ზღვარში არ გადახვალ, ვერც მიხვდები, რომ ეს წონა დასაგდები გაქვს. რომელსაც თელი ცხოვრება ათრევ, იმიტომ რომ არიცი, როგორ მოიშორო ის წონა. ხო და ახლა ნახე რატო ვთქვი, რომ სასიხარულო ამბავია ნევროზი. იმიტომ რომ შანსი გეძლება, რომ სულ გამსუბუქდე, ვიდრე მანამდეც იყავი იმისგან განსხვავებით, რომელმაც აშლილობის ქვედაზღვარზე იარა ცხოვრების ბოლომდე და არასდროს არ მოუვიდა თავში, რომ მოდი ერთი ეს ტვირთი დავაგდო. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელსაც შფოთვითი აშლილობა არ აქვს, ანუ ძალიან ცუდად არ არის, ეს ინფორმაცია მაინც სჭირდება, იმიტომ რომ წონა დააგდოს და გაიმსუბუქოს ცხოვრება და არ დაემართოს. ან ადამიანი თუ ზოგიერთი თქვენგანი აქ იმყოფება, იმიტომ რომ მის ახლობელს სჭირს, მას შეუძლია ცოდნა მიიღოს და დააგდებინოს. ან ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ხა მე რო უძილობა მაქვს, რავი, ეს ჩვეულებრივი ამბავია, თორე შფოთვითი აშლილობა კი არ მაქვს. ან ვიღაც ვერც ხდება, რომ უბრალოდ მთელი დღე, რავი, ეგეთ გაღიზიანებული ვარ, ცხოვრებაში პრობლემები მაქვს და ამიტომ ვარ ცუდად, თორე მე რა შფოთვითი აშლილობა კი არა მაქვს, პრობლემები მაქვს. ვერ ხდება, რომ პრობლემების წყარო არის ეს მდგომარეობა და არა პრობლემები არის ამის წყარო. ესე იგი რამინდა მიგახვედროთ, რომ ის ცოდნა, რომელსაც მე თავი მოუყარე, ის ცოდნა მე არ მოვიფიქრე. მეცნიერულად შემოწმებული და დამტკიცებული ფაქტი არის, რომ ფსიქოგანათლება არის ყველაზე ეფექტური გზა ნევროზისა და შფოთვითი აშლილობის მოსაშუშებლად. უბრალოდ ყველა ადამიანი ვერ მიმართავს განათლების გზას, ეზარება უყურადღებოა ან სხვადასხვა არის და ამიტომ წამალი უნდა მისცე და განათლების გარეშე თერაპია ატაკო. მაგრამ მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ფსიქოგანათლება არის ყველაზე ეფექტური გზა. ეხლა როცა ვამბობ, რომ მეცნიერულად დამტკიცებულია, იცოდეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება ამ პრობლემისგან, როგორც ხედავთ საქართველოშიც და მთელს სოფლიოში ასეა. ამას აქვს მიზეზი და ფსიქოგანათლებაში გებულობა მიზეზსაც. და შესაბამისად, როცა მეცნიერულად გამოკვლეულია, აქ იგულისხმება ასობით ათასი ან მილიონობით ასობით მილიონი ადამიანის შედეგები ფსიქოთერაპევტებთან და შეკრული ინფორმაცია რა. ანუ მთელი დედამიწის მასშტაბით ჩატარებული კვლევები.
ამტკიცებს. ეხლა მეორე საკითხია ფარმაკოლოგიურ ინდუსტრიას როგორ აწყობს რომ შენამდე იყოს ეს ყველაფერი მოტანილი და ურჩევნია თუ არა, თუნდაც ფსიქოლოგების ნაკადს არ შეუძლია ამდენ ადამიანს გაუწიოს ყველას ვერ დაუჯდება თითო საათი არ ეყოფა არასდროს და ამიტომ მარტივი გამოსავლებით ყველა აბარა ხალხი ცუდად არის და სწრაფად ვის როგორ მოაშუშებ, მაგრამ ეს ექიმების დამოკიდებულებაა, მაგრამ შენ და შენი თავის დამოკიდებულება, შენ თუ შენი თავი გიყვარს, ხო უნდა მიხვდე რომ ექიმის შენ სტატისტიკა ხარ. და უნდა იყო კიდევაც მისი ბრალი არ არის. აბარაკნას შენ ხომ არ მოგიძღვნის ერთ თვეს ან სამ თვეს პირადად, შენ რომ სამი თვე მოგიძღვნას, როგორ დაეხმარა და როგორ რა უნდა ქნას მე სხვას როგორ დაეხმაროს. ამიტომ შენ იმდენი დრო შენ წამალი შენის მისი საქმე არის რომ რაც შეიძლება დიდი ნაკადი მოიგერიოს და საშუალოდ კარგად გახადოს. მაგრამ ის კითხვა შენ და შენ თავთან როგორ არის საქმე. როცა გებულობ რომ ის ფსიქოლოგიც კი მანაც იცის რომ შენ ამ თერაპიის განმავლობაში კარგი ფსიქოლოგი ამას აკეთებს. კარგი თან მინდა განვასხვაო, იცოდე. ფსიქოლოგი კიდე სხვა არის და ნევროზისა და შფოთვითი აშლილობის კოუჩი ქვია თუ ფსიქოლოგი კიდე სხვა არის, რატო იცი? იმიტომ რომ თუ ფსიქოლოგს თვითონ არასდროს არ ქონია ნევროზი ვერ დაგეხმარება. გამოკლედ ფსიქოგანათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რა. ამას ადასტურებს მეცნიერება. მაგალითად, ფსიქოგანათლებაა, როცა მე გითხარით, რომ ნევროზი არ არის დაავადება. შენ შეიძლება არასდროს არ გიფიქრია ამ კუთხით. შენ შეიძლება არ გაგიაზრებია რა სხვაობაა დაავადებასა და სამედიცინო მდგომარეობას შორის, როგორც ხელის ჭრილობაა და აქ უნდა შემიხორცდეს და აქ უნდა განვიკურნო. მაგალითად, ეხლა ძალიან ბევრი ადამიანია და თუ შეძლებთ თუ ეს თქვენზე ირეზონირებს დაწერეთ. ძალიან ბევრი ადამიანის შინაგანი ენერგია იხარჯება ისეთ კითხვებზე, რა მჭირს, ავად ვარ თუ არა, როდის გამივლის, ხომ არ მოვკვდები, ხომ არ გიждდები, არა არ მოვკვდები, ერთი ადამიანიც კი არ მომკვდარა, არ გაგიждდები, იმიტომ რომ ეს დაავადება არ მოასწავლებს რამე სხვა უფრო სერიოზულ მენტალურ მდგომარეობას, არ მოასწავლებს ამას, არც გამორიცხავს, მაგრამ არ მოასწავლებს ამას. ეს არ არის რამე ბიოქიმიური დისბალანსის ბრალი შენს რაღაც გენეტიკაში ან რამე ესეთი რამე არ არის. ეს არის დაზიანებული სისტემა შენ შიგნით, რომელიც საჭიროებს განკურნებას. უბრალოდ მოშუშებას და არა განკურნებას. და მე რომ გეუბნები არ გაგიждდები, ნუ გეშინია, ერთი ადამიანი არ გაგიждებულა ამისგან. ან მე რომ გეუბნები არ მოკვდები, ერთი ადამიანი არ მომკვდარა ამისგან. ესეც აი ეს წინადადებები არის ფსიქოგანათლება. და ყველა ადამიანი, ვინც დარდობს რომ რამე ხო არ მჭირს, ხომ არ გავრეკე, ხომ არ აი ეს შიშები შიგნით რომ აქვს ამ სიტყვების მოსმენისას ეხლა დღეს რო ისმენ გაუჭერდა. იმიტომ რომ გაიგო, მე გეუბნები შენ ვერ იქნები პირველი გამონაკლისი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც გაგიждდა ნევროზისგან. მინდა აგიხსნათ რომ თვითონ ესეც ამის სიცოდნე არის. უყურე, ნევროზი სიტყვა და შფოთვითი აშლილობა რა ხდება აქ? რომელია? ნევროზი არის დიდი ჯგუფი, როგორც ხილი. და შფოთვითი აშლილობა არის როგორც ერთი კონკრეტული ფორმა. მაგალითად, რაღაცა ვაშლი. და მე გვაშს კიდე თავისი სხვა იმის ვაშლი, ამის ვაშლი გამოვლენებია. ანუ ნევროზი არის დიდი სიტყვა უფრო, რომელიც შიგნით მოიცავს OCD-საც, დეპერსონალიზაციასაც, დერეალიზაციასაც, ყველაფერსაც თქვენ გსმენიათ ხოლმე. ნევროზი როგორც ჯგუფი, რომელშიც შიგნით შფოთვითი აშლილობა ერთ-ერთი ფორმაა. და მაგალითად სოციალური შფოთვითი აშლილობა არის ნევროზის ერთ-ერთი კონკრეტული ფორმა. ან ფობია არის ნევროზის ერთ-ერთი ფორმა. ნევროზის ჯგუფი სხვა ჯგუფებისგან სწორედ იმით განსხვავდება. სხვა მენტალური ჯგუფებისგან, მაგრამ ამას არავინ არ გიხსნის და შენ არ იცი. ნევროზის ჯგუფი იმით განსხვავდება სხვა ყველაფრისგან, რომ ნევროზი არ აზიანებს შენს წარმოსახვას და არ ღუნა, მოკლედ არ გეჩვენება არაფერი და არ არის დაზიანებული შენი გონება რამე ფორმით. რაც შეიძლება ბევრნაირად იყოს დაზიანებული, მაგალითად ალცჰაიმერის და დემენციის დროს
გონება კარგავს გამტარობის ფუნქციას. ან რაღაც დავუშვათ აუტიზმის დროს რაღაც ხდება გონებაში, ხო? ან შიზოფრენიის დროს რაღაც ხდება, სხვა კატეგორიის რამეები ხდება ყველაფერში, გარდა ნევროზისა. ნევროზი არ არის ეგეთი პრობლემა. ნევროზი მარტივი საკითხია, ჩვეულებრივი სტრესია ხალხო. შენში არსებული სტრესი გადაჭარბებული რაოდენობით იწვევს სიმპტომებს, შეგრძნებებს. და სტრესისგან თუ დაცლი სხეულს იგივეა როგორც თაბაშირი, რომ თაბაშირში რომ ჩაისვა ის. რამდენ ხანში, რავი, 30 წელია სტრესით ივსები და 3-4 თვე მაინც გჭირდება რომ დაცალო. მაგრამ როგორ დაცალო, ამას უნდა ცოდნა. ამით ეხლა თქვენ გრჩებათ რამდენი ტიპის ბარიერი ტვინში. ცოტა ხანში გადავალ თქვენი кейსების განხილვაზე. ვისაც სურვილი ექნება, მის მაგალითებს განვიხილავ, იქ ხელის აწევის ფუნქციაში ჩავთავ და ისე გავაგრძელებთ. მაგრამ სანამ გავაგრძელებთ, აგიხსნით, ხო? რომ ერთი წამით აჰა ის ოფერი ჩავთერა და ერთი წამით ბოდიში ერთი წამით. ახლა თქვენთან ამოვარდებოდა წესით პანჯარა, სადაც წერია რომ შეიძინე კურსი. ანუ შეიძინე კურსი, სადაც მე ხო დღეს თვითონ იმაზე ვილაპარაკე, ცოდნა როგორი სასარგებლო არის და რატო არის სასარგებლო. და შეიძლება ბოლომდე არ გაჯდა რა, მაგრამ ვისთვისაც გაჯდა, იმას ვამბობ, რომ იქ უკვე ეს ცოდნა რა. ახლა როგორი ტიპის ცოდნა რა მუღამი აქვს რა. როგორ მოუარო შენ თავს სხვადასხვა სიტუაციებში, პანიკური შეტევის დროს როგორ უნდა მიუდგე, სოციალური დროს როგორ უნდა მიუდგე, ძილის საკითხი როგორ უნდა დაირეგულირო, რა სავარჯიშოებით შეგიძლია მოეშვა, რას ნიშნავს ჭურჭელი და დაცლა, არის მგელის სინდრომის იდეა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ 50 სავარჯიშოა, 50 ვიდეოა, ზოგი სავარჯიშო ვიდეოა, ზოგი ის. და ეს როგორი რა პრინციპია ამ კურსში? შენ მას რო ჩართავ, უნდა უყურო თავიდან ბოლომდე ერთხელ. მერე კიდევ ერთხელ უნდა უყურო, ესე გადაგულად რა, რამდენ რა სტეპითაც შეძლებ და მერე კიდევ ერთხელ უნდა უყურო, ნელა. ან იმ თემებს, რომელიც შენ გეხება. და მერე ყოველ დღე შეგიძლია ხოლმე თითო ვიდეო, ხანის ჩართო, რომ შენ თავს შეახსენო. შიგნით ამ კურსში არის ჩაშენებული რჩევების მექანიზმი, რომელიც მოკლედ შენ შეიძლება კითხვა დასვა და რჩევა მოგივა. შიგნით არის ცოდნა. მისმინე. კიდევ ერთხელ გიმეორებ, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ცოდნა არის ის, რაც ყველაზე მეტად ეხმარება ადამიანს. მე რა გავაკეთე? ის მეცნიერული ცოდნა ავიღე და გავამარტივე ადამიანისთვის გასაგებად. მაგალითად, ციკლზე გეუბნებით. იქ არის ასე, პარასიმპათეტური და სიმპათეტური ნერვული სისტემა. აი, მიდი და გაიგე რა გითხარი, მაგრამ ისე პარასიმპათური სიმპათეტური ნერვული სისტემა შენი ავტონომიური ნერვული სისტემის ნაწილია. ხო ვერაფერი ვერ გაიგე. მაგრამ სინამდვილეში ერთი ნერვული სისტემის ორი ნაწილი, რომელიც ერთი პასუხისმგებელია სტრესზე და მეორე პასუხისმგებელია დარელაქსებაზე. აი მარტივად შეგახსენებთ გრძნობას. რაც უცებ ხმარო არის, რა, დიდი ხმა, პახ და შენ წამოხდი რა. და ეს პირველ გული შეგიკრა და მერე სასიამოვნო მოშვება. ან რაღაც საფრთხე რო გაგეჩნდა და გადარჩი და მერე სასიამოვნო შეგნება. აი წამიერად როგორც ხდება ხოლმე, ხო? აი ორი სიმპათეტური და პარასიმპათეტური ნერვული სისტემები მუშაობენ.
ერთი პასუხისმგებელია სტრესზე და გადარჩენაზე, მეორე დარელაქსებაზე და განკურნებაზე. პირდაპირ გაგებით განკურნებაზე. ხო გინახავთ ცხოველი რომ დაჭრილია, ჩაწვება, კატა თუ რაღაცა დაემართა, წევს და ძინავს, სანამ არ გაიღვიძებს, იმიტომ რომ ამ სისტემაშია ჩართული ის თავის თავს კურნოს და შენ წავად რო ხტები ითიშები, რომ ის სისტემა ჩაირთოს, იმიტომ რომ სტრესის სისტემა არ გშოვის ამ დროს. ხო და ამას მე დავარქვი სტრესის ჭურჭელი. ან პარასიმპათიური შემავალი ნაკადია და ეს გამავალი ნაკადია და შენ კი აღარ გიყვები იმ რთულ ენაზე, რომელი რთული ენის მოსმენაც არის, რის გამოც ხალხს არ უნდა ეს. არამედ გიყვები ადვილ ენაზე, არამეცნიერულ ენაზე, მაგრამ ეფექტი იგივე აქვს. ხო ვიცით რომ ცოდნა არის მთავარი ინსტრუმენტი. გიმეორებ ნახე ადამიანო დააკვირდი როგორი მომენტი იცი რა, რაც არ უნდა გაიყუჩო მოტეხილი ხელი, რაც არ უნდა ექიმთან მიხვიდე და რენტგენები იღო, მაინც შენი ხელის განკურნება არის დამოკიდებული იმაზე, შენ ის სამი თვე როგორ მოუვლი. თან ძალიან მაგარი მნიშვნელოვანი დეტალი რა არის, რომ ხელი რომ მოგტყდება, შენ იმას კი არ იძახი, რომ შენ მთელი ცხოვრება ვეღარ აწევ სიმძიმეს. შენ იძახი უნდა მოუარო ჩემ თავს სამი თვე, ნორმაში რო ჩავდები, როგორც ყველა დანარჩენი აწევ სიმძიმეს, მეც ისე დავწევ. ეს არ არის ცხოვრებისეული განაჩენი. თაბაშირში ხელს ის რომ რაღაც პერიოდით. თაბაშირში ხელს რომ ჩაისვო, უნდა იცოდე როგორ ის ჩაისვა და როგორ მოუარო. აი ცოდნა ზუსტად ეს არის. იმიტომ რომ არა აქვს აზრი სხვანაირად კვირის განმავლობაში 167 საათი ცხოვრობ შენ თავთან. იმ დროს თუ არ იცი შენი მენტალური ჰიგიენა, შენ ვერ დაცლი შენ ჭურჭელს და ის რაც მეცნიერულად დამტკიცებულია, ის გადაგითარგმნე ისეთ ენაზე და თან ნახე ხარ ახდება. რაც მე გადავთარგმნე, უნიკალურია, უნიკალურად არის მოყოლილი. ეს მოიცავს 100 წიგნის წაკითხვას. იმიტომ რომ 100 წიგნიდან მაგ დალაგებული, მართლა 100-დან არა, მაგრამ ძალიან ბევრიდან რა. ძალიან ბევრი წიგნი და მასალიდან არის შეკრული და ეს ყველაფერი, ეს 100 წიგნი, ეს ჩემს პირად გამოცდილებაში 100 ბწყალებში, ხო? ჩემს პირად გამოცდილებაში მე რომ მჭირდა და ჩემ თავს რო უშველე, ჩემს მეგობრებს რო უშველე, ჩემს საყვარელად მეუღლესთან რო ეფექტური იყო და ყველაზე ჩემს გარშემო ყველაზე მაგრამ რომ იმუშაო ეს კურსი 5 წლის წინ ამის გამო შევქმნი. მე დაურიგე ბევრ ადამიანს ვაჩუქე, მაგრამ დავინახე ერთი მარტივი საკითხი. რომ თუ არ დააფასა ადამიანმა, აი აჰა შენ კურსი გეუბნები რა და ხო იცი ეს ისეთი წიგნია რა, ვიღაცამ წიგნი რო გაჩუქოს და დააგდე მაგიდაზე რა. არა და რომ წაიკითხო, კარგად გახდები. მაგრამ სანამ არ წაიკითხავ, ხო არ იცი რომ კარგად გახდები. ანუ ეს ვიდეო კურსიც ესე არის, რომ უყურებ, კარგად გახდები, რომ უყურებ და ამას ქმედებაში მოიყვან, როგორც ინჟინერი სახლებს აშენებს. შენ რომ უყურებ ამ კურსს, მე კარგად გახდები, მაგრამ მე კი იცი, რომ თურმე როგორ მჭირდებოდა მთელი ჩემი ცხოვრება. მაგრამ თავიდან არ იცი, ამიტომაც აი ვებინარზე რომ თქვი, რომ ვისაც არ უნდა გავიდეს, ვისთვისაც ძნელი მოსასმენია, მაშინ იმ კურსს ხო საერთოდ ვერ მოისმენს. ხო და ამიტომ მხოლოდ მათთვის არის ეს კურსი, ვინც დააფასებს. ეხლა დააფასებს, ამას ფინანსურადაც გვიარ დააფასებს და იქ ისიც არის რომ შეიძლება დაждდება და უყურებს ამ დაფასებას ვიცახი. სავარაუდოდ ეხლა ღირებულება რაც აქვს გავაორმაგებ შემდეგი კვირიდან. ანუ ორჯერ მეტი იქნება. ეხლა 50%-იანი ფასდაკლებით არის და გავაორმაგებ ღირებულებას. მირჩევნია ნაკლებმა ადამიანმა შეიძინოს და ჩაერთოს ამ კურსში. არა, მირჩევნია რა თქმა უნდა მეტი ჩაერთოს, მაგრამ მირჩევნია რომ ის ადამიანები ჩაერთონ, ვინც ხვდებიან ეხლა მე რა ვილაპარაკე. იმაზე კი არ ფიქრობენ. შემოვედი ამ უფასო ვებინარზე და ამ უფასო ვებინარზე რატომ არ მივიღე რამე კონკრეტული რჩევა? არამედ ხვდებიან რომ უდიდესი რჩევა მიიღე ეხლა შენ იმითი რომ მე შენ მიგახვედრე და დაგანახე რომ შენ გამოსავალი ცოდნაშია. თუ გინდა წადი და YouTube-ზე მიიღე.
უბრალოდ იქ ცუდად არის ორგანიზებული. ხან ვის მოусმენ, ხან ვის მოусმენ. წადი და 37 წიგნი წაიკითხე. რაც გინაქენი. რა შენ თუ მეტყვი რომ აგერ მაგალითად ერთი რამე ხერხი გვასწავლეო, ესე იგი ეს ნიშნავს რომ თამო შენთვის არ ყოფილა ჩემი საუბარი. ჩემი საუბარი არის იმ ადამიანებისთვის, ვინც ეხლა მისმენენ და ძალიან ცხადად ხედავენ, რომ მადლობა ღმერთო სამყარო შემთხვევითობა, ჩემო გულო, ჩემო თავო, მადლობა რომ ნევროზი დამემართა. მადლობა რომ შფოთვითი აშლობა მჭირს. რაც უდია რომ შეიძლება 3 წელია გამეწელა. მაგრამ ეს იმიტომ დამემართა რომ შესაძლებლობა მომეცა რომ ვისწავლო როგორ მოუარო იმას, რასაც წლების განმავლობაში არ ვუვლიდი და იმიტომ დამემართა. თორე რომ ცოდნოდა როგორ მომეარა, მაშინ არ დამემართებოდა, მაგრამ ამისი ცოდნა ჩემთვის მანამდე აქტუალური არ იყო და მე როცა დამემართა ლევანის მოსმენაც კი მიჭირს. მე უნდა გავიაზრო რომ რეპეტიტორი იქნება ჩემთვის, ანუ ბავშვისთვის აყვანილი ვიყავს ინგლისურის მასწავლებელი თუ მათემატიკის. სკოლაში დავდივარ და ცოდნაში ფულს ვიხდი. უმაღლესში ფულს ვიხდი. სპეციალიზირებულ კურსში ფულს ვიხდი. ცოდნაში მუდამ ფულს ვიხდი. რატო? იმიტომ რომ ცოდნა არის ძვირფასი, ყველაზე მაგარი რამეა. რაც შეგიძლია მიიღო. ცოდნაში არის ძალა და ამ შემთხვევაში ცოდნა იმის თაობაზე, რატო დაგემართა ნევროზი და ეს ინფორმაცია არის კიდევაც ის ხერხი, რომელიც გასწავლეთ. თამო. ხერხი, ინსტრუმენტი, ის მიზეზი, რატომაც აქ ღირდა ყოფნა ეს საათი და 5 წუთი არის ის რომ მიგახვედრო რომ შენ ახლა დგახარ არჩევანის წინაშე რა რომ კარჩი ეს რაც მოისმინე თეორიულად დატოვო ანუ თქვა რომ იქ ფასი მაინც ძვირია გეტყვით იქ 3 პაკეტია ახლა 72 ლარიანი რომელიც ერთი კვირით გაძლევს წდომას ერთი კვირის მერე გაგეთიშება მაგრამ სამაგიეროდ ერთი კვირა საკმარისია რომ ყველაფერი ნახო მე თუ გინდა გადაწყვეტ შეიძლება გააგრძელო და დაამატო მაგრამ ეს ერთი კვირიანი წდომა არის 360 ლარიანი ვერსია, რომელიც ერთი წლით გაძლევს წდომას. და არის 540 ლარიანი ვერსია, რომელშიც შედის Zoom შეხვედრები, სადაც Zoom-ზე განვიხილავთ შენ кейს სხვა ადამიანებთან ერთად, რომ კითხვების დასმის და შესაძლებლობა ქონდეს. ესე კი არა, სადაც მე თეორიულად ლაპარაკობ. იქ უკვე შენ ნანახი გაქვს კურსი, ისე Zoom-ზე არ შემოგიშვებ. შენ უკვე ცოდნა მიღებული გაქვს და ცოდნა რომ მიღებული გაქვს, მე შემოდიხარ Zoom-ზე. და უკვე იცი რაზე ვსაუბრობ და უკვე იცი მიგდომები და შესაბამისად ამ კვალიფიკაცია თუ ეს ვთქვათ კურსი თუ დამთავრებული გაქვს მე შიდა დახურულ საუბარზე შეგიძლია შემოხვიდე. და შენ შეიძლება ფიქრობდე რა რომ უყურე მოკლედ ეს ალბათ ჩემი შეზგრძნობა და რაღაც თავის მართლებასავით იმიტომ მოდის რომ აი ამ ხელა მასაზე რეკლამას რომ გაუშვებ რა ზოგი ისეთ უაზრობას ხწერს ზოგი გაწყენინებს კიდევაც ადამიანურად მე კი ბევრი რამ მაქვს ზუსტად ნევროზის გამო ნასწავლი და ვიცი როგორ მაგრამ მაინც რაღაცა ცუდ შეგრძნებებს იწევს ბევრს გონია რომ შენ თუ ხალხის დახმარება გინდა რატო უფასოდ არ არის რატო უფასოდ კი არა ორჯერ მეტი უნდა იყოს ფასი ერთადერთი მიზეზის გამო ვინც გადაიქცეს ის სერიოზულად მიუდგება მარტივი და მეც 10 წლიანი შრომა დამიფასდება ყველაფერი რაც უფასოა მიგდებულია ესე იგი შენ ამ ვებინარზე ამ შენთვის შემოსასვლელად არაფერი რა შევალ და მოусმენ რამეს მეტყვის და რა გითხარი მაგრამ ვერ აიღებ გარდა იმისა რომ გითხარი რომ მოგინდეს ცოდნის მიღება თუ მოგინდება ცოდნის მიღება მაშინ იმ ცოდნის გამომყენებელიც ხარ და რო შევადაროთ ფსიქოლოგის სეანსების ღირებულებას რომელიც მთელი ცხოვრება მოგიწიოს წამლებისა და ექიმებში კვლევებში დახარჯულ თანხებს უსაშველოდ რომელიც ცოდნა რო გქონოდა არ ჩაატარებდით ყვილ არ ირბენდი იმ ხარჯებს თუნდაც რომელიც შენი ნევროზის გამო და სამსახურში ცუდად გაკეთებული საქმე თუ შვილთან რომ ნევროზის გამო გაღიზიანებული ეჭვები ეს შიშებისა და შფოთვებისა და ამ მდგომარეობის გამო 10,000 კარგავ წელიწადში 100,000 გააჩნია რა შემოსავლის ადამიანი ხარ მოკლედ და არ არსებობს ეს საკითხი აქ დგას საკითხი ერთადერთი შენ უკან დაბრუნდე
იმ სისტემაში, რომელიც გეუბნება ყლაპე წამლები, კიდევ ერთხელ გაფრთხილებას ვაკეთებ, ვინმე თუ სვავს წამალს, არავითარ შემთხვევაში არ დაანებოთ წამლის სვას ექიმის გარეშე, ეს არ შეიძლება. არ ქნათ ესეთი რამე არავითარ შემთხვევაში. წამლის დანებება დაწყებაზე ხო საუბარი არ არის, მაგრამ დანებება შეიძლება მხოლოდ ექიმის ნელ-ნელა დაწევის დოზით. შენ შეიძლება მიხვიდე და უთხრა, უბრალოდ როცა ვამბობ, რომ ცუდია, ეს პირდაპირ არ მომისმინოთ რა. მოკლედ, შენ შეგიძლია მიუბრუნდეს სისტემას, რომელიც გეუბნება, რომ შენ გადაგარჩენ წამლები, ან რომ შენ მიუბრუნდეს სისტემას, რომელიც შენ გეუბნება, რომ გადაგარჩენს თერაპიები. ან გაიაზრო, რომ წამლები და თერაპიების წინააღმდეგ არაფერი არ მაქვს იდეაში, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანისთვის, ვინც აღჭურვილია ცოდნით. ხოლო ის, ვინც არ არის აღჭურვილი ცოდნით და წამლებს ეტანება, აი დაახლოებით იმას გავს ექიმთან ისევ იმეორე მოტეხილი ხელით რომ მივიდე და კედელზე რომ ვაბრახუნებდე და ექიმა თაბაშირში ჩამისვას, მაგრამ არ მასწავლოს რომ მოუარო. ამიტომ მე გიზიარეთ იმას, რაც დამეხმარა მე პირადად რა. პირადად მე რამაც მიშველა. რაც დაეხმარა რომ ჩემს მეუღლეს, როდესაც მე 8 წლის მერე დაჭირდა. ჩემს ძმაკაცებს რაც დაეხმარა. თან 100%, ნახე ხვდები 100%-ით. 100% კეისით. მე ეს რაღაცა ნების წელს რაღაცებში გადაიზარდა, მაგრამ თუნდაც ნახე უყურე, თუნდაც იმისი ცოდნა, რომ შენ ავად არ ხარ, ეს ცოდნა დღეს აქედან რომ გაყვება შენს ხელს ამშვიდებს. იმისი ცოდნა ვიღაც იმ თქვენგანისგან, რომლისთვისაც ცოდნა ფასეულია. იმისი ცოდნა, რომ არსებობს რაღაც ცოდნა, რომელსაც მე 72-დან 540 ლარამდე შუალედში სხვადასხვა პაკეტი მაშორებს, აი გადავიხდი და კარგად გავხდები. უბრალოდ გადავიხდი და კარგად გავხდები, არავითარ შემთხვევაში მას რამეს არ გპირდები. მე გეუბნები, გადავიხდი და ვისწავლი როგორ გავხდე კარგად. ორი სხვადასხვა რამე არის, იმიტომ კარგად გახდები თუ არა, დამოკიდებულია იზავ თუ არა. მაგრამ მეცოდინება, მაგრამ ეს ისეთი ცოდნა, რომ რო გეცოდინება, თავიდან ვეღარ მოიშორებ, ავტომატურად ვიყვება რა. ეს პროცესში თუ შეყვები. ხო, უკვე იმის ცოდნა, რომ აი რაღაცა რავი, რა ღირს ხალხო, კარგად ყოფნა რა ღირს, ერთადერთი საკითხი არის, რომ გჯერა თუ არა, რომ ეგეთი მარტივი რამე, როგორიც არის წიგნის წაკითხვა, იმიტომ რომ ამ ვიდეოების ყურება დიდი წიგნის წაკითხვასავით არის რა. ეგეთი მარტივი რამე რამდენად შეიძლება მართლა ეფექტური იყოს. ამდენი წელია ვწვალობ და ვერ მიშველეს და ლევან რამე ვიდეოები მიშველის. არა, ვიდეოები არ გიშველის. ის ვიდეოები შენს ტვინში შეიყვანს ინფორმაციას და ის ინფორმაცია შენს ტვინში გიშველის. აბა ვიდეო როგორ გიშველის? 10 რასავით მუშაობს. ანუ წარმოიდგინე შენ ნევროზი გემართებოდა, იმიტომ რომ შენი ტვინის იმუნიტეტი არ იყო მზად გარემოსთან სწორად ოპერირებისთვის. იმიტომ რომ არ იცოდა როგორ ექნა, როგორ უნდა ხო ეხლა აწი რომ იცი მომავალში არ დაგემართება იგივე და შესაბამისად დროთა განმავლობაში კარგად გახდები. მაგრამ მე ვერ გახდი შენ კარგად. და ადამიანები რომელსაც გონიათ რომ აუ ლევან შენთან ჩაწერა რა ღირს და მე პირადად მინდა და რაღაც აზრი არ აქვს შენთან ჩაწერა შენის ცოდნა გჭირდება და ის ცოდნა თუ გაქვს მერე ვილაპარაკოთ თუ მეც გჭირდები რა. მაგრამ ცოდნა თუ არ გაქვს, ის კურსი გავლილი თუ არ გაქვს, ორჯერ სამჯერ თუ არ გაქვს ნაყურები და კარგად თუ არ გაქვს გააზრებული და არ გაქვს 1-3-4 თვე ამაზე ნამუშევარი იმ კურსში რაც წერია იმის ჩანაწერებში იქ რაც არის იმაზე არ გაქვს ნამუშევარი. რა აზრი აქვს? კაი, დავუშვათ კვირაში 1 საათი მელაპარაკე. მე ან სხვა ფსიქოლოგს. არა, როგორ არა აზრი კაია, მაგრამ მე რა შვები? სახში რომ მიდიხარ. კარგი. ეხლა თუ კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ ესეკნათ. ნახეთ. იქეთ არის კითხვა, ანუ ხო არის ჩეტი და არის Q&A წერია. და იქ ვინც დაწერთ კითხვას, იმას კითხვა და აღვიქვა რა და იმ კითხვებს უპასუხებ. ნებისმიერ თემას. ვინმეს თუ სურვილი ექნება, რომ
შემოვიდეს ეთერში, ქვემოთ არის ხელის ნიშანი ესეთი. და იქ იმას შეგიძლიათ დააჭიროთ და შემოგიყვანთ წესით ეთერში. ტყუილა არ დააჭიროთ. კითხვები შეგიძლიათ დაიწყოთ ან წერილობით, Q&A რო არის, იმ ზონაში დაწერილ კითხვებს უპასუხებთ chat-ში, არა დაწერილს არა და ვისაც live-ში შემოსვლა უნდა, რომ მისი кейსი განვიხილოთ, მაგალითისთვის და ავხსნა, ესეც შეგიძლიათ. აი ეკა უნდა და გათიშა ეკამას. დაველოდებით თქვენს კითხვას. ასევე მოკლედ შეგიძლიათ გადახვიდეთ და ეს მწვანე ღილაკით შეიძინოთ კურსში. გამარჯობა, დერეალიზაციაზე რას მეტყვიო? სვავს მადლენი ამ კითხვას მადლობა. ვიცი რომ ბევრი ადამიანისთვის არის ეს უცნაური საკითხი და უცნაური კითხვა. მაგრამ აიცა რამდენად შორი გზიდან დავიწყო, ეხლა ამას გეტყვი რა. ერთ-ერთი ყველაზე საშიში შეგრძნება არის დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია, რომელიც მოყვება ხოლმე ნევროს. საშიში რატო ავხსნი? საშიში იმიტომ არის, რომ მაგალითად, ყველაფერი საშიშია, გული თუ ამიჩქარდა და მტკივა ისიც მაშინებს, მაგრამ იმ დროს ვიცი რომ გული ამიჩქარდა რა. მე თუ მაკანკალებს ცუდი გზნობა, მაგრამ მაკანკალებს ვიცი ქემაიც არის, თუ მახჩობს ვიცი. მაგრამ დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია ორი ჩვეულებრივი სიმპტომია მისმინე. დაავადება არ არის ეს. ეს არის სიმპტომი, გამოვლინება რა. უყურე, მოდი კარგად ავხსნათ ეს იდეა რა. კარგად წარმოგიდგენთ ეს რაღაც. შენ ხელში არის ჭურჭელი და ჭურჭლიდან შენ ჭურჭელი რო ივსება სტრესისგან და იღვრება სტრესი განაპირობებს შენში გამოვლინებას. ზოგს ეს გამოვლინება აქვს. ერთში უჭერს, ზოგს აღჭობს, ზოგს შიშები აქვს, ზოგს გაურჩერებელი ფიქრები აქვს, ზოგს ოსიდი აქვს და ზოგს აქვს დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია როგორც გამოვლენა. ანუ რას მინდა მივხვდი, ესე იგი, გამომწვევი მიზეზი და ამ გამომწვევი მიზეზის მიერ გამოვლენა. ხო გესმის რომ მაგალითად ისევ და ისევ მე თუ ხელი მაქვს მოტეხილი, მე მტკივა არის გამოვლენა და მიზეზი არის რომ ხელი მაქვს მოტეხილი. დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საშიში გამოვლენა, იმიტომ რომ უცხო მდგომარეობაში გაგდებს, როცა სამყაროსთან და საკუთარ პიროვნებასთან ვეღარ ჩერდები და გადიხარ და რო გადიხარ ამ მდგომარეობიდან შენ გგონი შენ შეიძლება გეფიქრებოდეს რომ ვაიმე რაღაც ჭირს ხوار გიჟდები და რა 1000 რაღაცა შეიძლება წავიდეს იმიტომ რომ გულისზე თუ მიჭერს და ნევროზულია დიდი ნაწილი გულზე თუ მიჭერს ან სულ თქვა თუ მე მაგას ვაიმე არ გავიგუდო მჭერს და დერეალიზაცია და პერსონალიზაცია არაფერი არ წყვდები და არაფერი მაგრამ საშიშია ახლა როგორც კი ვიაზრებ რომ ეს სიმპტომია ეს არ არის დაავადება არაფერს არ მოასწავლებს და არაფერში არ გადაიზრდება არ გიჟდები და ვაფშეტა რო შეხედო იმ მდგომარეობას ძალიან საინტერესოა და რაღაცას გიყვება შენ გეშინია და გაურბიხარ თორე იმ მდგომარეობაში შენ ცუდად არ ხარ კარგად ხარ სინამდვილეში რა იმიტომაც გემართება იქ მდგომარეობა რომ ცუდად ყოფნისგან გთიშავს მაგრამ მე ის ცუდად ყოფნა შენ ამ მდგომარეობას ინტერპრეტაციას უკეთებს სულს ეხლა დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია დიდი ხანით უგრძელდება 3 თვით უგრძელდება და გაუჩერებდი დღეების განმავლობაში დიდი დოზით ამ შემთხვევაში ეძახიან აშლილობას ანუ უკვე სიმპტომი გადადის ზღვარს მაგრამ კურნალობაც ამისაც ერთი და იგივე პრინციპია რა პრინციპითაც უნდა უკურნალო ნევროს რა პრინციპითაც უნდა უკურნალო შფოთვით აშლილობას ანუ სიმპათეტური და პარასიმპათეტური ნერვული სისტემა რო გითხარით აი ეს ორი მექანიზმი შემეშინდა და მოვიჭიმე და შიშის მერე გადამჭი და დავრელაქსდი ხო აი ამ ორი რაღაცის შორის ბალანსის დაცლა ანუ თუ კი უფრო მეტია რომ დავრელაქსდი რამენაირად და ეხლა მაგას ნუ ამახსნევინეთ როგორ ხდება თუ კი უფრო მეტია მაშინ
შენ ნელა კარგად გახდები და დერეალიზაცია და დეპერსონალიზაციის კვალიც აღარ იქნება ან თუ მათი კვალი იქნება მხოლოდ სასიამოვნო აი ესე შეგვიძლია მაგ კითხვას უკასუხო რამდენი კითხვები დააგროვდა მეც ეგ მაინტერესებს რატომ მგონია რომ კარგად როცა ვარ აუცილებლად ცუდად ყოფნა მოყვება მგონია რომ მუდად კარგად ვერ ვიქნები მარტო მაგი კი არა საერთოდ ესე იგი შენ შეიძლება გეფიქრებოდეს რომ აი მე გაუჩერებელი ფიქრები მაქვს ან სულ რაღაც კატასტროფული ფიქრები მაქვს ან სულ ცუდი მგონია რომ მოხდება და შიშები მაქვს და რაღაცა მოკლედ მოდი ფიქრებზე ვილაპარაკოთ მინდა ეგრე წარმოვიდგინოთ აი ჩემს გვერდის Facebook გვერდის ამ სპოტვიტი აშლობის გვერდის covers თუ ნახავთ და სხვადასხვა ადგილებში ეგეთი სურათი დევს წერია სხეული ფიქრები და ქმედება რა ეს სამი რამე არის ერთმანეთზე გადაბმული რა და როგორი მომენტი არის იცი რას ნიშნავს ეს სხეული ჩემს სხეულში თუ იღვრება სტრესი ჩემი სხეული თუ დაჭიმულია ჩემი სხეული თუ აი იმ რეჟიმშია რო შემეშინდა ხო ჩემი ფიქრები ასეთია ანუ როცა კარგად ვარ მაგრამ იმიტომ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის ანუ არაფერი არ როცა კარგად ვარ მაგრამ სხეულში იღორება ფიქრი წარმოიქმნება თქვენ გგონიათ რომ მე ვფიქრობ ანუ შენ ვიტყვი მე ვფიქრობ აბა ვინ ფიქრობს მე ვაკეთებ ფიქრს შენ იცახი მაგრამ შენ არ აკეთებ ფიქრს ფიქრი არის შენში არსებული სხეულში არსებული ქიმიური ბალანსი ბიოქიმიური ნაზავის ნაყოფი რა თუ ქიმია წესრიგშია და ამაში წამლების მას არ გულისხმობ თუ სტრესი დაცლილია ფიქრებიც კარგია და თუ არა ფიქრებიც ცუდია და პირიქით ვერ იქნება არ შეიძლება რომ შენ შეშინებულ რეჟიმში იყო და პოულობდე იმას და რომ ახსნა ცოტა უფრო კარგად ესეთი რამე მინდა წარმოვიდგინოთ ნახე ადრე და ესე ევოლუციურად ხო საჭიროა რა რომ მე თუ მივდივარ ტყეში და ჩემს აღმოჩნდა მგელი მე მჭირდება მოზღვავებული რაოდენობის სტრესი სხეულში გადაისოს სხეულის სტრესით რომ მაგრა გავიქცე ან მაგრა ვიჩხუბო ამ გელთან რა რომ ბოლომდე არც ტკივილი ვიგრძნო არაფერი უნდა გადავრჩე რა ერთადერთი ამოცანა მაგ დროს აი გელი მართლა რომ გაგეჩიტოს როცა მართლა საფრთხე არა ხო ქონია მომენტები აი მანქანა ავარიაში კი რა მოყევენას ეს მართლა საფრთხეებში როდესაც ხარ მართლა როცა შენ სიცოცხლეს აქვს საფრთხე რომ შეიძლება რაღაც დაგემართოს ამ დროს სწორი არის უნდა გადმოიღვარო შენ სხეულში ეს სტრესი რომ ყველა სიმპტომი რასაც თქვენ უჩივი ხართ აჩქარებული გული კუნთების მოჭიმულობა თავი წნევა ყველაფერი უნდა მოიჭიმოს საერთოდ არ აინტერესებს ამ დროს ორგანიზმს ღვიძლი სიტყვაზე ან გული ესე გული როგორ არ აინტერესებს მაგრამ ღვიძლი ან მანაწლავი და ზოგადი იმუნიტეტი და ეგეთ რაღაცები აღარ აინტერესებს უნდა გაიქცე ხო და ეხლა რა წარმოიდგინე იცი ეგ ხო ეგეთი დავინახე მგელი ჩემში გაიჩიტა ფიქრი რომ ვაიმე მგელია მოიჭიმა სხეული და გავიქეცე ანუ ჩემი ფიქრი შეესაბამება მგელის მდგომარეობას მაგრამ პირიქითაც არის წარმოიდგინე რომ მგელი არ არის ანუ არაფერი არ ხდება ანუ არვინ არ გჭამს მაგრამ შენ სხეულში იგივე სტრესია რომელიც სტრესიც იქნებოდა მგელი რო ყოფილიყო ეხლა რა ხდება ამ შემთხვევაში შენ სხეულში სტრესია იქეთ-აქეთ იყურები და არანაირი საფრთხე არ არის. ოთახში სიხარ და არანაირი საფრთხე არ არის. და შენი ტვინი შენმა ტვინმა იცის რომ სხეულში მაშინ არის სტრესი, როცა მგელია, ეგ არის წესი. მაგრამ იმიტომ რომ 21 საუკუნეში რაღაცნაირი ცხოვრება გვაქვს და სტრესი სხვანაირად გროვდება, არა როგორც როცა ნამდვილი საფრთხე, არამედ იმან გამაღიზიანა, იმან ნერვები მომიშალა, იმან პატივი არცა, იმან ყურადღება არ მომაქცია და ამისგან გადავისტრესე და არა ნამდვილი მგელისგან. მაშინ რა ხდება, იცი რომ სხეულში არის სტრესი და ტვინი იძახის, სად არის მგელი? ვერ პოულობს მგელს და რამე მიზეზს პოულობს რომ დაარქვას მგელი, ამით იმის კითხვა, იმ ადამიანის კითხვას პასუხობ მზიასაც რა რომ მე შიგნით
სხეულში ისეთი მდგომარეობა მაქვს, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მაინც ფიქრობ იმაზე, რომ სად არის მგელი, რა მოხდება ცუდი. ამას ქვია სად არის მგელის ეფექტი, დავარქვიმე რა. ხო, შეიძლება მართლა გაგიკვირდეს რა, მაგრამ რო დაფიქრდე წარმოვიდგინე როგორ არის, იცი? გადაბმულია რა, ანუ როგორი სხეულში როგორი მდგომარეობაცაა, ისეთი ფიქრია. არ არის შენი ფიქრი შენს კონტროლის ქვეშ. ანუ ეხლა მე კი მესმის, ეხლა რადიკალურ იდეას გეუბნებით, ეს მე უნდა ამ ნევროზის კურსის გარდა მე მაქვს თავარი კურსი, ჩემი ნებისწერა ბოლო ეს 9 წელი კულმინირდა კურსით ნებისწერა, რომელიც უკვე კარგად რო ნევროზის შემდგომ ვაფშე ცხოვრება რომ ძალიან მაგარი გახადო მაგაზეა რა. ჯერ ნევროზია რა თქმა უნდა. ხო და ანუ ახლა ძალიან დიდ ნახტომში შევდივარ, როდესაც ნახტომში გულისხმობ ისეთ რამეს გეუბნები, რომ ცოტა უფრო ბევრი უნდა მომისმინო, რომ გაიგო რატო რა, იმიტომ რომ ერთი პასუხით ადვილი არ არის. შემდეგ კითხვაზე გადავდივარ. ობსესიური კომპულსიური აშლილობა ხო შფოთვითი აშლილობა, უფრო ობსესიური კომპულსიური აშლილობა უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ნევროზის კლასის აი როგორ არის ნევროზი, როგორც ხილი, შფოთვითი აშლილობა არის როგორც ვაშლი, OCD არის როგორც საზამთრო სიტყვაზე რა. მაგრამ ისე ხო პრინციპი ერთი და იგივეა. ბოლო სხეულში გადმოღურილი სტრესის ამბავია რა, ბოლო. გავაგზავნოთ კითხვები. გამარჯობა, წარსული ცუდი გამოცდილების ფიქრი, რაც მივიღე შეტევის დროს, მაგალითად, რომ არ გვანებებს თავად და სულ გვიტრიალებს თავში, ამას როგორ უშველო. მოისმინე, რამდენმა ადამიანმაც არ უნდა დამისვას კითხვა, როგორ უნდა ვუშველო, მე მომდის თავში, რომ ადამიანო, თუ ეს საათნახევარი მისმინე და შენამდე ვერ მოვიტანე ამ კითხვაზე პასუხი, ესე იგი ჩემი კურსი შენთვის არ არის და მე არ ვიცი როგორ უნდა უშველო, წადი და სხვას კითხე. ანუ წადი და წამალი დალიე, წადი და იმიტომ რომ მე უკვე აგიხსენი როგორ უნდა უშველო. უნდა ისწავლო როგორ უნდა უშველო. შენი თქვი, მეც მაგას გეკითხები, მასწავლე ახლა როგორ უშველო პანიკური შეტევების სიმას. მაგრამ მე გეუბნები, მე შემიძლია ვიდეო კურსზე გასწავლო ყველაფერი. იმიტომ კი არა რომ ეხლა მე შენ რამეს გიმალავ, შემიძლია რომ 5 წუთში. არა, იმიტომ რომ ხვდები რომ შენ ამ კითხვაში გაინტერესებს რომ ვინმე სხვა დაგეხმაროს და მე გეუბნები, ერთადერთი გზა 100%-იანი მეცნიერულად გამოკვლეული და დამტკიცებული გზა. მე მახსოვს ჩემმა ფსიქოლოგმა მითხრა. უბრალოდ ფსიქოლოგი არ ქვია მაგას, anxiety coach-ი ერქვა, კანადელი ონლაინ ველაპარაკებოდი რა. ხო და როცა ვერკოდი რა და მე ვეკითხე რამდენ ხანში გავხდები კარგად, როგორ გავხდები, რამდენ ხანში გავხდები კარგად და ის მეუბნება ეს ტრანს. შენ გახდები კარგად ძალიან მალე. 3 თვეში. და დანამდვილებით, მაგრამ ეს ტრამერსო ხალხს არ ვეუბნებიო რა. რატომ მეთქი და იმიტომ რომ არ შეიძლება ეგეთი რამე დაპირდე, იმიტომ რომ ჩემზე არ არის დამოკიდებული, შენ რამდენ ხანში გახდები კარგადო. მე ვთქვა, აბა მე რატო ვითხარი რომ 3 თვეში კარგად გახდები? იმიტომ რომ შენ ძალიან გინდაო. მთელი პრობლემა ჩემიო, როგორც აი ჩემს პაციენტებთანო მიხსნევაში, მთელი ჩემი პრობლემა არისო, რომ მათ კითხვას დიდად არ მისმენენო რა. ანუ ვერაფრით ყველაზე ძნელი ეტაპი არის, რომ პაციენტმა გადაწყვიტოს, რომ გაიგოს. თუ გადაწყვიტა, რომ გაიგოს, უკვე კარგად ხდება რა. მაგრამ ყველას უნდა ექიმო მიშველე. ვაიმე რამე წამალი მომეცი, როგორც ხარ შეშორე, ვაიმე შენ რამე მიქენი, რამე მითხარი, ესე გავაკეთებ გინდა ვარჯიშებ და გამიაროს ცუდმა ფიქრებმა. ნამდვილი არის, როდესაც შენ სერიოზულად იცახი, რომ ეს სხვისგან კი არა, მე ჩემით მინდა რომ კარგად გავხდე. ჩემით მე ვაპირებ რომ კარგად გავხდე. ვის შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ? ვის რა ინფორმაცია შეგიძლიათ მომწეთ იმის თაობაზე რომ კარგად გავხდე. შეგიძლიათ აი ასე თუ მიუდგები, მაშინ მე უკვე გითხარი როგორ გახდე კარგად. გაიარე ჩემი კურსი, იმიტომ რომ ჩემი კურსის მოგამი არის ის, რომ ის ინფორმაცია კარგად არის თავმოყრილი და კომპაქტურებული და ადამიანურ ენაზე გადაყვანილი და არა მეცნიერულზე.
იმიტომ რომ სხვა გზა კარგად გახტომის არ არსებობს. მარტივია. კარგად გახტომის ერთადერთი გზა არის ცოდნის მიღება. და შენ შეგიძლია საერთოდ არ დამეთანხმო ამაში. მე არც მინდა რომ ჩემი პროდუქტის მომხმარებელი იყოს ის, ვინც არ დამეთანხმება ამაში. და ის ძალიან კარგად მესმის, რომ ყველას ტვინი ერთნაირად არ მუშაობს და ზოგი ხა მისმენს და აგერ თქვენ თავად 70 ადამიანი ხართ აქ და ხო ხედავთ 140 ვიყავით. ანუ შეუძლებელია რომ რასაც მე ვლაპარაკობ, შენ თუ სერიოზულად ხარ განწყობილი კარგად გახტომაზე და გაიგე ლოგიკა, შენთვის თუ არის ეს, შენ აქ იქნებოდი, იმიტომაც ხარ შენ აქ. ამდენი ხანი. გარემო რამდენად მნიშვნელოვანი, მაგალითად გიწევს ნარკოდამიკულებულ ადამიანთან ცხოვრება, სადაც ფიზიკურად არ შეგიძლია გაქცევა. მოკლედ კიდევ ერთხელ მინდა წარმოვიდგინოთ ეს სტრესის ჭურჭელი რა. და მთელი პრინციპი არის, რომ შენ სხეულში თუ იღვრება სტრესი, მაშინ შენ ცუდად ხარ. შენ სხეულში შემავალი სტრესი არის ბევრი. მაგალითად, შენი პირად ურთიერთობებში პრობლემა, სამსახურში პრობლემა, ანუ ობიექტური სტრესები ხო არსებობს. მაგრამ ასევე არის შემომავალი სტრესი იმის თაობაზე, რომ რა მჭირს. უყურე ნარკოდამოკიდებულთან ერთად ცხოვრება იქნება თუ სამსახურში ცუდი უფროსი სკოლა თუ შვილის პრობლემებზე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კონტრიბუტორია, ანუ აი ამ ჭურჭელში არ დამიჯდეს ერთი წამით, ამ ჭურჭელში ისხმევა სითხე, მათ შორის ცუდი ურთიერთობებიდან დიდი დოზით. და რა თქმა უნდა ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს კარგად გახტომას. მაგრამ ის რასაც ახლა აქ ვერ აგიხსენებთ, მაგრამ მე ვიდეო კურსში ხსნი, რა არის ცი, შენ თუ საკმარისი დამცლელი გაუკეთე შენ ჭურჭელს, ნაღდი პრობლემები მოგვარებადი ხდება რა. ანუ შენ ვერ გააუქმებ დავუშვათ შენი შვილი თუ შენ შვილთან თუ ურთიერთობის პრობლემები გაქვს, შენ ახლა ვერ დაალაგებ შეიძლება ამას სწრაფად იქნებ როგორ იწელება და ნევროზი ხო უნდა გჭირდეს. ამიტომ არსებობს სხვა რამ, რითაც ჭურჭელს დაცლი. და უკვე ის ასატანი იქნება და მე ისიც განიკურნება და იქაც სწორ გზას მოძებნი. აი როგორი პონტი არის ცი, რომ კაი ხასიათზე თუ ხარ და მანქანამ თუ ჩაგიჭრა, სიტყვაზე მძღოლი თუ ხარ და მანქანამ თუ ჩაგიჭრა, არაფერი, მაგრამ მთელი დღე ნერვები თუ გაქვს მოშლილი ყველაფერზე და დაჭემული ხარ და ვიღაცა მანქანა ჩაგიჭრა, უფრო გაღიზიანდები მასზე რა. შენი პრობლემები უფრო ადვილი ასატანია, თუ კი ფსიქოგანათლება გაქვს, ანუ თუ კი სტრესი დაცლილი გაქვს. უფრო ადვილი ასატანი თუ არის, მე შესაბამისად სხვანაირად ხდება. გავყვეთ კითხვებს, მიცადე შიშებს როგორ ვებრძოლო, როგორ გონიათ, სულ რამეს ჩავიდნენ და გავგიჟდები. ანუ აი როგორც გითხარი, რომ ყველამ რომელიც დამისვენს კითხვა რაღაცა როგორ ვქნა, ვეტყვი რომ მე უკვე საათნახევარია მაგას გიხსნი. გაერკვი. ჩემს შემთხვევაში ნევროზმა რამეს ხარ გადავახტე. ხო. არ გადავახტე. ჩემს შემთხვევაში ნევროზმა შიმშილის ვერატანა გამოიწა, როცა ნევროზი ისეც გამწოვდა, თუ ჩამწოდათ ხტები ნევროლოგი ვერ შედის. მისმინე ისევ და ისევ იგივეა რა. მე ერთ-ერთი სტატია დავდე 100 სიმპტომის, 100 მეტი შემეკო, 100 სიმპტომი დავდე, სიმპტომები აქვს უამრავი. ანუ გამოვლინება ამ მდგომარეობას აქვს ძალიან ბევრი. უცნაური ხტები კუჭის აშლილობა, ზურგი შეიძლება გტკიოდეს. იმაზე არ ვლაპარაკობ, რომ იგუდები და თავი გტკიოდეს და წნევა გქონდეს და ეგეთ რაღაცებზე ხო საერთოდ არ ვლაპარაკობ, აი ეგ 100 სიმპტომი აქვს. გაუჩერებელი ფიქრები, უძილობა, ან ფსიქოლოგიური სიმპტომებიც აქვს, შეგრძნებებისა და ემოციური სიმპტომებიც აქვს, ხასიათის სიმპტომებიც აქვს და ფიზიოლოგიური სიმპტომებიც აქვს. ყველას აქვს რადგან ვიძახით რომ ეს სიმპტომები, ანუ რადგან ვიძახით რომ ესენი გამოვლინებაა, ხოლო გამომწვევი მიზეზი სულ სხვა არის. გამოდის რომ გამომწვევი მიზეზი თუ გავასწორე, რომელი გამოვლინებაც არ უნდა იყოს ყველას შველის.
ამიტომ ისევ და ისევ, ნუ გგონია რომ აი მე ეგეთი ფიზიოლოგიური გამოვლინება მაქვს იძახი შენ. რომ შიმშილი მე ნევროპათოლოგია რავი რა წამალი უნდა მოწეს. შენც ჩემი რეცეპტი ყველას დღეს ჩემი რეცეპტი ყველას ფსიქოგანათლება. ნუ მკითხავთ რა ვქნა. მე გითხარით უკვე რა ვქნა და მე არ მითხრათ რომ არ გითხარით. ნუ მე როდის უნდა მითხრათ. უბრალოდ გეუბნებით რომ დროს დაკარგავთ, წლებს დაკარგავთ, ზოგი ფულს დაზოგავს და ვერც გაიაზრებს. ზოგი ძალიან კარგად მესმის, ლევან იწირა სულ 500 ლარი მაქვს ხელფასი, ხო და ის 500 აი არ მითხდება, რომ გითხე ხო და წადი და ის 500 ლარი ამაში გადაიხადე, თუ არა და 1000 არასდროს არ გეკნება. ისე იმიტომ რომ ცუდად ახ ვერ იაზრებს ადამიანი რა რომ ხელი რომ მოგწყდეს ხომ მიყოლდა ექიმთან თანხას ხო გადაიხდი და ამას რატო ითმენ? ეგეც ფსიქოგანათლების ნაწილია. შემდეგი კითხვა. გაცნობიერება რას ნიშნავს, როცა გავაცნობიერებთ, რას გვაძლევს ეს გამოჯანმრთელებს და რა როლს ასრულებს? გაცნობიერებაში რას გულისხმობ გააჩნია რა. ანუ ამ შემთხვევაში არ ვიცი ამ კითხვაში რას გულისხმობ, რის გაცნობიერებაზე ამბობ, ამიტომ ვერ გიპასუხებ. თუ კიდევ ვერ თავიდან დაწერე. იმიტომ ბევრნაირად შეიძლება კითხვა გავიგო რა. არ მინდა რომ გადავახტე კითხვას, მინდა რომ ყველას კითხვას გავცე პასუხი. გამარჯობა, ოპერაცია გავიკეთე მარტივი, მაგრამ მე მაინც მეშინოდა ამ შიშებზე დამეწყო პანიკური შეტევი, გული პულსი აჩქარება, ფორიაქი და კანკალი, როცა დღეს წერ მიწევდა ჭამამ. ეხლა ვსვავ დამამშვიდება წავლის ეს სიმპტომები შემისულს, მაგრამ შიმშილის დროს ისევ კანკალი და შორმალი უნდა ვჭამო, რომ არ გავხდეთ ეშინა, ვიტამინ ამ თუ რა ქვია და იგივეა რა. ანუ რა ხდება იცი, რაც უფრო მალე გასაგებია რომ არ მქონდა გაცემული ამ კითხვაზე პასუხი და ეს კითხვა უკვე დაწერილი იყო, მაგრამ იგივეა რა, სიმპტომატიკას არ აქვს მნიშვნელობა, გინდა კანკალი იყოს, გინდა შიმშილის დროს კანკალი იყოს, შენი სხეული უნდა დაიცალოს სტრესისგან და ამისთვის გჭირდება ფსიქოგანათლება. ნებისწერაზე მალე შემოგვიერთდებით. აუცილებლად ნებისწერაზე ვინც შეძლეთ შემოერთებას, საერთოდ სხვა დღეს ნებისწერაზე არ ვსაუბრობთ, ისე შეგიძლიათ გაიგოთ ნებისწერა რა არის. აღმოაჩინოთ სიმაღლის შიში მაქვს, ესეც ნევროზის გამოვლინებაა. კი, ფობიები, ოღონდ უფრო რა ხდება, იცი? თვითონ ფობია კი არ არის ნევროზის გამოვლინება, ფობიას აქვს რაღაცა გამომწვევი მიზეზი, ტრიგერი. მაგრამ მე როცა გამოვლინება ხდება, როდესაც აი დავუშვათ ადამიანს ეშინია ძაღლის. თავისთავად ძაღლის იმიტომ ეშინია, რომ დავუშვათ ბავშვობაში ცუდი გამოცდილება ქონდა, ან დედამ უთხრა ცუდიაო ძაღლი. მაგრამ მე ძაღლის წინაშე როცა იჩითება, მაშინ რაც ემართება, როცა ძაღლს ხედავს, რაც ემართება ის ნევროზია. სპორტითაშლილობა არის. ანუ ფობიები ნევროზის კატეგორიაა და მექანიზმი იგივეა, ჭურჭლის დაცლა. ოღონდ კონკრეტულად ფობიის დროს და ჩემი კურსი კონკრეტულად ფობიებზე არ არის, მაგას ალკე გავაკეთებ. თუმცა ეს მაინც გავლილი უნდა გქონდეს, რომ მე ფობიების კურსი გაიარო და ფობიებშიც გეხმარება, მაგრამ შენი შიშების წყარო შენ გონია რომ საფრთხეა, ანუ ვაიმე მგელია. არა, იმ დროს როცა სიმაღლესთან იციტები, იმ დროს შენში პანიკური შეტევა იწყება. შენ გონია რომ სიმაღლის გეშინია, მაგრამ პანიკური შეტევა, ანუ შფოთვითი აშლილობაა. ამ გაგებით, მაგრამ გამომწვევი მიზეზი არის ცოტა ღრმა და მოკლედ მიდგომა მაინც იგივეა, პრინციპი კი იგივეა. რა არის წყლის შიში? არ ვიცი, იგივეა რა, ფობია არის, რომელიც მე პანიკურ შეტევაში გადაიზრდება. ლევან, სპორტვითი პრობლემა მაქვს, წლებია, მაგრამ ძირითადად მაინც სოციალურ ტანჯავს. უახლოეს ადამიანთანაც კი არ ვძოვ თავის შვიდად მუშაობს საკუთარ თავზე დიდი ხანია და თუ იქნება დაინტერესება მუშაობს. ნახე, ეხლა ყველას აგიხსენებთ ეს რაც. ეს თვითონ ვიდეო კურსი, ანუ მეკითხება რომ სოციალურ მაქსო და იქნება თუ არა ეს კურსი შემთხვევით ეფექტურია და ზოგადად რა გინდა სპორტვითი ასლობა გქონდეს და გინდა რა ვიცი გეგონოს რომ ძალიან კარგად ხარ ეს კურსი ყველას სჭირდება მაინც. ამ ყველაფრის ცოდნა ყველა სჭირდება რა, ხო და მაგრამ და მათ შორის რა თქმა უნდა სოციალურ სიტუაციებისადმი შიშის და ფობიის გამოცდილებაშიც სჭირდება. მაგრამ არის თუ არა ეს კურსი, ამ კურსში დიდი არის ამაზე საუბარი, მაგრამ როგორც ერთ-ერთ რამეზე.
და შენ უნდა მიხვდე რომ ერთ-ერთი რამეა, ხვდები, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, იგივე კანონზომიერებას ეძლევა. ამიტომ ძირითადად მე მესმის რომ იქ არის რაღაცა 72 პაკეტი, ის ვაფშე გაითიშება ცოტა ხანში, მე არის 360 და მე არის ხუთი სუბოლო პაკეტი რო არის საერთოდ გადახლა. იქ შედის ზუმ შეხვედრები რა და მუღამი ზუმ შეხვედრების ის არის რომ თვეში ერთხელ არის, მაგრამ შენ იმ ზუმ შეხვედრას ესწრები ამ ზუმ შეხვედრაზე გეძლევა შენ შანსი რომ უკვე მასმერე ოღონდ რაც იცი ის კურსი გავლილი გაქვს. მე მეუბნები ლევან, აბა მე დამეხმარე ამაში. მაგრამ მე იქ ნულიდან კი არ მიწევ შენთან მუშაობა. არამედ შენ უკვე კურსი გავლილი გაქვს. და მე ერთ-ერთზე არ გემუშავები ჯგუფში ონლაინ, მაგრამ მე გემუშავები იმ პირობით რომ ვიცი რომ ის კურსი გავლილი გაქვს და ნულიდან არ მიწევს. და მე უკვე სოციალურ სიტუაციებისადმი შიშზე ჩაუგმოვდები და ის სხვებისთვისაც სასარგებლოა და ერთმანეთისთვის სასარგებლოა რა. აი ეს კურსი რა არის? ბევრჯერ ვახსენე და გადადით საიტზე. მაღალი არტერიული წოდება თუ შეიძლება გამოიწვიოს ნევროზმა. ნახეთ, ყოველთვის ესე უნდა უპასუხო ხოლმე ასეთ კითხვაზე ადამიანს. როგორც გითხარით, ნევროს აქვს 100 სიმპტომი დავწერე, დავტოვე მარტო მე იმაზე რა ქვია, დავპოსტე page-ზე რა, 100 სიმპტომია რა. მაგრამ და ყველანაირია და თავისთავად არტერიული წნევა კი არა, ვერ წარმოიდგენს ის რამეები შეიძლება იყოს. ერთადერთი არის რომ უნდა გვესმოდეს რომ ყველა ის სიმპტომი შეიძლება სხვა რამემაც გამოიწვიოს. ანუ მაგალითად მაღალი არტერიული წნევა შეიძლება იყოს ნევროზულიც და შეიძლება რამე სხვა დაზიანებითაც იყოს, დაავადებით იყოს გამოწვეული, ხო? ამიტომ ყოველთვის როცა ადამიანი ამ კითხვას უსვამს თავს, ის რაც მე მჭირს ნევროზული ხომ არ არის, მან დანამდვილებით უნდა იცოდეს გამოიკლია და ექიმებმა უთხრეს რომ შენ არაფერი არ ჭირს. მაშინ თუ კი მე ადამიანი მეუნეო რომ გამოვიკლია ექიმები, ზოგი მეუნეო რომ 5 ჯერ ვიყავი უკვე ექიმთან, აი გულზე განსაკუთრებით იციან ხოლმე ადამიანს, კერდის არეში იცის ნევროზმა ჭვალვასავით და მე ჭვალვას ყურადღებას აცევ რა და მოკლედ ყველას მე ვიდიან ექიმთან, კარდიოლოგთან, ხან 1000 სამკვირეში ერთხელ დადიან ექიმთან და გონიათ რომ გული შეტევა აქვს. მოკლედ, მაგრამ ეგრე ხო შეიძლება რომ მართლა რა მეჭირდა, მაგრამ თუ კი ადამიანმა გამოიკლია ორჯერ და ექიმმა უთხრა რომ ყველაფერი კარგად არის და მას მაინც აწუხებს მეუბნები, ხო ეს კი ნევროზია არის დარდო. მაგრამ პირდაპირ ნევროზია თქო ვერ ვეთქვი, იმიტომ რომ იქნებ სხვა რამეა. ჯერ უნდა გამოირიცხოს რომ სხვა რამე არ არის და მერე მაღალი ალბათობით ნევროზია. ხშირად არის შენ კითხვაზე გადავდივარ. ხშირად არის ხოლმე აღნიშნული რომ გონების დაკარგვის შეგრძნება შეიძლება ქონდეს მსგავსი პრობლემის დროს, მაგრამ მაინც გონება არ დავკარგა და ორჯერ ქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი და ძირითადად ეს ხდება მაშინ, როდესაც ღებინების ძლიერი შეგრძნება მოწვევა, მაგრამ ვერ ვაღებინებ და ამ დროს გონებას ვკარგავ. ისევ და ისევ აქაც იგივე რაღაცა თუ გამოიკულიე და სხვა მიზეზები არ არის აღმოჩენილი, მაშინ შეიძლება რომ ნევროზის სიმპტომი იყოს ეგეც. მაგალითად გავაცნობიერე რომ ფიზიკური დაავადებიდან დამემართა ეს მდგომარეობა, მაშინ ქონდა სისუსტე და დაიმახსოვრა ტვინა და ახლა სულ სუსტად ვარ. მერე რა ხდება? მაგისტრის ნებისწერაზე მოდი. თეო. ის ნებისწერა არის 4000 ლარიანი ტრეინინგი. ანუ სხვა განზომილების სხვა რაღაც არის რა. თუ იქ ხდება მასეთ კითხვებზე პასუხი. როგორცაც შენ ამბობ. შენ ხა ძალიან წინ დასმულ კითხვას ამბობ. თუმცა შენს ნევროზის კურსის გროვება გჭირდება. სალამი, ძალიან კარგი ვებინარი იყო, მადლობა. მაინტერესებს პანიკური შეტევის შემდეგ დამწყოს შეშვიდე აშლილობის მეშინა და გაგიჟებს სიკვდილის და ასე შემდეგ. ამებზე ახლა მეცინება 5 თვის უკან დამწყო. შემდეგ ერთ დღეს უცბად გარყვნილი ფიქრი შემოვიდა ახლობელზე, რომელზეც არ უნდა შემოსულიყო. დამსტრესა შემაშინა დღემდე მოაწუხებს რამე ხომ არ გადაიზარდა ესეთი არადასგავსი ფიქრები, რომელიც სტრესავს და ეს ნევროზის დამახასიათებელი არის თუ არა. აი ძალიან კარგი ეს არის, რა ქვია. საინტერესო кейსია რა კითხვის სპორტში და აი ავხსნი რა წარმოიდგინე ეგეთ რაღაც. თუ ხო გახსოვთ, თუ ჩემს სხეულში სტრესია, ჩემი ტვინი ეძებს მიზეს, ან ჩემი ტვინი მომართულია რომ იპოვოს მგელი. იმიტომ წესი პირიქით უნდა იყოს, როცა მგელია, მაშინ სტრესია. ხო და თუ სტრესია, მგელი სად არის? და ხანდახან შეიძლება ეგეთი რაღაც მოხდეს, რომ
ვერაფერ ესე შეიძლება იყოს. მოკლედ, შენში სხეულში სტრესია და იქ სასწრაფოს ხმა გაიგონე და გაიფიქრო, ვაიმე, ჩემი ახლობელი ხომ არ არის ცუდად. ან დაკმაყოფილდა ტვინის სხეულში სტრესია, მგელი სად არის? მგელი ეგ სასწრაფოა თქვა და ეგრე გააკეთა. ერთ მაგალითს მოგიყვებით ჩემ თავზე რა. ჩემში ახლა როდესაც სიტყვაზე ნევროზული სტრესი გადმოდის რა და ესა რაღაც თავი მივარტყი ჟანგიან რკინაზე თუ რაღაცა რა და ეგ ბევრჯერ გამწვია ჟანგზეც და რაღაცა ტიტანუსის შიშით არ დავბრუნე ექიმებთან ასაცილად მაგრამ იმ დღეს იმიტომ რომ ჩემი სტრესის ჭურჭელი გადავსებული იყო და სპორტითაშლილობისა და ნევროზის მდგომარეობაში ვიყავი ტვინმა რომელსაც უნდა მოეძებნა მგელი მოძებნა მგელი შიშში იმის თაობაზე ხომ არ დამემართება ტიტანოს რომლის დამართვის ალბათობა დაბალია იმიტომ რომ მიწაში არ იყო ეს და რაც მოკლედ მაგრამ ამეკვია და ფიქრი იმაზე ვაიმე ხო არ დამემართება ხო და ეხლა მივხვდი რომ ამაკვია ტიტულ სხეულიდან გადმოდის სტრესი და მგელი ეძებს და იპოვა საკაიფო მგელი რა და ეხლა ამაზეა ჩაციკული ტვინს არ აქვს უშუალო თავარი იპოვოს მიზეზი, იმიტომ რომ გაამართლოს სხეულში რა მდგომარეობაც არის, ამისთვის რამე თუ იპოვა კმაყოფილია. ხო და იპოვა ეს ტეტანუსი. მოკლედ თან იქ ხო რაც 48 საათში უნდა აიცა თუ აიცრები და აი მართლა აი 46 საათზე მივედი ექიმთან, ნუ ეკითხები ექიმს. აცრის იმაზე ვეკითხები რომ ეგ მოკლედ აი ეგრე დამემართა თქო და უნდა ავიცრა თქო და ის პასუხობს რომ ექიმს მეკითხებიო და მე რომ გითხრა რომ არ აიცავ მე რამე დაგემართოს უზარმაზარი პასუხისგებლობა არისო თორე ანუ იდეაში მაგზნობინა რომ არ იყო აუცილებელი მე თქვი მაინც მოვედი და გავიკეთე ამაცრას რა ხო და გავიკეთე ესაც რა და როგორც კი გავიკეთე ესე იგი ტვინმა ხო თქოს შო ტიტანუსი არ დაგემართება წესით დამთავრდა ხო აქ უნდა დამთავრებულიყო მაგრამ ტვინმა კითხვა რომ ტიტანუსი არ დაგემართება მაგრამ ეგ ხო ისედაც ეგ შიში ხო ისედაც გამოწვეული იყო რომ სხეულში იყო სტრესი და გონება ეძებდა მგელს და მგელი რახან არ იყო იპოვა ტიტანუსის შიში აჰა ტიტანუსის შიში დამთავრდა მაგრამ სხეულში ისევ გადმოდის სტრესი კითხვა სად არის მგელი გრძე დაიწყო ისევ და ესე იგი ერთი წამი არ დაჭირდა შო აღარ დამემართება და აუ კი მაგრამ აცრამ რომ ალერგია მომცეს და ეხლა ეს ფიქრი წავიდა თორე მივხვდი მაგ დროს მახსოვს რომ ხედავ როგორ შვება ერთი დამთავრდა და მეორე დაიწყო იმიტომ რომ არ დამთავრებულა სხეულში გადმოღრა просто ერთი ფიქრი ჩაენაცვლა მეორეთ იმიტომ რომ იქ უკვე ვეღარ გამოსდიოდა და აქ გამოვიდა ეხლა ეს ისტორიაც იმიტომ მოვყევი რომ სად არის ეს ეფექტი მუშაობს შენში სხეული თუ იღრება ვერაფერი ვერ იყო შეიძლება ახლობელზე გაგიფიქროს რომ მე მაგისავე შეგეშინდეს მოკლედ ნევროზისგან არავინ გაგიჟებულა ნევროზისგან არავინ მომკვდარა ნევროზი არ არის დაავადება ნევროზი 100%-ით გაკორნებადია არ ჭირდება 60 თვეზე მეტი მაგრამ 3-4 თვე ჭირდება ცოდნით მოვლა და მონდომება რომ მოუარო ამას მე ვერ ვიზავ შენს ნაცვლად ანუ ვერ შენ ცოდნას შეიძენ კიდევ ერთხელ გემოვნე ცოდნა კი არ გშველის არამედ ცოდნა გჭირდება რომ რაც გშველის ის ქნა მაგ უნდა ქნა ვისთვისაც ეს ვისთვისაც ეს აზრი გასაგებია და ხდება მაშინ აქვს არჩევანი ან გააგრძელოს ისე ყოფნა ცოდნის გარეშე ამ თემაზე ან არა მარტო ნევროზით დაინტერესდეს ჩვენ არამედ ნების წერითაც მე ძერ ნევროზით ან რა ვიცი როგორც იქნება მოკლედ ჩემი ბოლო 10 წლის მუშაობა არის იმაზე რომ ადამიანები გახდნენ კარგად და ვიცი რაზე ვლაპარაკობ ძალიან კარგად არა მარტო ნევროზზე არამედ ძალიან ღრმა ფსიქოლოგიურ პროცესებზე მაგრამ ეგ სხვა ვებინარის თემა არის ერთადერთი მე რაც არ უნდა ვიცოდე მე რომ ვიცი
შენ რომც მითხრა დამეხმარე შენი ცოდნითო კარგი დავეხმარები ერთ ადამიანს კარგი დავეხმარები ორს ან 7-ს მეც ხომ ვერ დავეხმარები და არა და მე სინამდვილეში მათ კი არ დავეხმარები მე ვასწავლი ამშვიდ როგორ დაიხმარო თავიანთ თავს ამიტომ ის ფორმა რომელიც მოვძებნე არის საუკეთესო ვიდეო კურსი და მე უკვე zoom ფორმატში თუ გინდა შემოვერთები რომელსაც შეუძლიათ დაეხმაროს ბევრს ერთად და კიდევ ის ფაქტორია რომ უნდა დაფასდეს არა უნდა დაფასდეს ჩემი შრომა ეს გასაგებია ამ მარტო ამ კუთხით არ ვამბობ რა მაგრამ აი ეხლა რომ გაჩუქოთ ყველას ეს კურსი თავშეთ 50 ადამიანი ხარ და ყველას გაჩუქეთ 50-დან 3-იც არ შეირგებს მაგრამ ახლა 50-დან 10-მა რომ იყიდოს 10-ვე შეირგებს იმიტომ რომ ყვილა არ შეიძენს მარტო იმ შემთხვევაში შეიძენს თუ კი გაიგო რომ არ ღირს ცუდად ყოფნის გაგრძელება და რომ მართალს ვამბობ რომ ლოგიკურია რომ შენ თუ არიცი როგორ მოუარო და ლევანის და ვიღაცეების იმედზე ხარ რომ ისინი გადაგარჩენენ შენ ის ლევანი ექიმთან ხარ 1 საათი ატარებ ექიმთან და დანარჩენი ცხოვრება შენ თავთან ხარ და წამლები კიდე ქთიშავს просто შენ თავთანაც ვეღარ ხარ და თუ მიხვდები რომ მართალს ვამბობ უკვე 1%-ზე ჩემი iPad-ი და სავარაუდოდ რაღაც მომენტში გაითიშება მაშინ არ აქვს მნიშვნელობა მდიდარი ხარ თუ არივი არ მაქვს მე შეგრძნება რომ თუ შენ არ გაქვს საკმარისი შემოსავალი როგორ გაგიჭირდება ამ კურსის ყიდვა არაფერიც არ გაგიჭირდება არაფერი ისეთი თანხა არ არის წახვალ ისოვი შეიძლება სამაგერად შეირგებ მე არ ვარ რამით სხვანაირად მომართული ვიდრე შენ დაინტერესდე შიგნით კონტენტის მნიშვნელობით ასევე თუ არ გხიბლავს ეს აზრი ჯობია არ შეიძინო თუ ვერ მისმენ ეხლა ვერ მომისმენ კურსზე თუ მისმენ ეხლა არა მარტო